მოკლედ, ჩვენმა ერთ-ერთმა წინა ეპიზოდმა, სადაც ვარჯიშის შესახებ კითხვებს განვიხილავდით, წამოწია ერთი თემა, რაც არის მითები ვარჯიშზე და კვებაზე და ამ ინდუსტრიაში მითები უფრო მეტია ვიდრე ფაქტები, მე მგონი. რეალობა. მართალი ხარ, მაგით მოვედით, საერთოდ ეს სფერო ფეხს რო იკიდებდა საქართველოში, მე მგონი მაგითი დავიწყეთ რა და მას შემდეგ ვებრძვით და ხანჯლაობთ ამ მითებთან და რა ვიცი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი არის სამწუხაროდ. კი. და მაგას მივყვებით ნელ-ნელა. დღეს განვიხილავთ რამდენიმე მითს, მანამდე კი გეტყვით, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო, არხი არა, ვიდეო დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ. და სანამ დაალაიქებთ და გამოიწერთ, მანამდე გეტყვით, რომ ქალბატონი ნინო არის ჩვენი ჩერის გუნდის წევრი, ჩერის მარათონის კურატორი, პროექტი მისიას მენტორი და მოკლედ მთელი რეგალიებით არის წარმოდგენილი. ერთად ვიდისკუსიებთ და ვიბაასებთ, რომ ჩვენ დავამსხვრევთ ეს მითები და რაც შეეხება უკვე ვიდეოს დაალაიქება, გამოწერა, ამაში რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვლით, იმიტომ რომ ჩვენ ახლები ვართ ამ სფეროში, შესაბამისად ამ პროექტს განვითარება ჭირდება და თუ კი რაიმე დანერგილა ჩერისთან და ჩერის პროექტები ზუსტად მომხმარებლის ფიდბექებით განვითარებულა და წასულა წინ. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ რა უნდა მომხმარებელს, ყოველთვის ვკითხულობთ ყველა კომენტარს, ყველა მესიჯს და არ გეგონეთ, რომ ეს დაგვიტოვეთ კომენტარი, უბრალოდ ჰაერში უბრალოდ რიცხვი გვაინტერესებს, რამდენი კომენტარი გვექნება ნამდვილად. ჩვენ განვითარების ინტერესი გვაქვს რა და განვითარდებით ზუსტად რაღაცეების გამოსწორებით და ძალიან საინტერესო არის თქვენი აზრი, იმიტომ რომ იდეალური არავინ არ იბადება, იდეალურები ხდებიან შემდეგ. ისევე როგორც პროექტები იბადებიან, გრანდიოზული და დიადი იდეა დგას მათ უკან, მაგრამ ეს იდეა რომ წავიდეს და იცოცხლოს, მას ჭირდება რა თქმა უნდა ვისთვისაც არის ეს იდეა შექმნილი, მათი ჩართულობაც და ზუსტად ეს არის თქვენი ჩართულობა და მოკლედ გელოდებით არ დაიშუროთ არაფერი. კომენტარი, ლაიქი, გამოწერა და და დავსხოთ ნინა პირველი. დავსხეთ. სანამ მითებს დავიწყებთ ვიტყვი რომ ეს ჩვენი მარათონი, ჩერის მარათონი, რაც არის სადაც უამრავი გოგო ყოველთვიურად ერთვება, სახელმძღვანელოა მითების. იმიტომ რომ პირველი თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად, როცა ბევრი გოგოც არის ჩატში, სვამენ კითხვებს და ამ კითხვების, არ ვიცი, 70% არის მიცე დაფუძნებული რაღაცა კითხვა. Superstition. კი, ზუსტად. სრულწმენა ხო? ნამდვილად და მოდი დავიწყოთ ყველაზე ისეთი. მე ყველაზე ხშირად ეს მითი მხვდება, რომ აი მუცლის ცხიმის დაწვა მინდა და აი ამ კონკრეტულ ზონაში პრესის ვარჯიშებით თუ დავწვავ ცხიმს, ან აი ფეხების დათხელება და ამის ვარჯიშები რომელია, რაღაც კოჭი როგორ დავიწვროთ. ხო, სპოტფატლო. ანუ კონკრეტულ ზონაში წონის კლება. კი, ცხიმის წვა. აი ეს უნდათ ხო? კი ბატონო. მოკლე პასუხი არის, რომ ეგ არის უდიდესი მითი და ვერანაირად ვერ მოხდება ეგ. იმიტომ რომ სხეულს ვერ უბრძანებ, რომ მოდი ახლა შენ იქიდან დაიკელი, აქედან მომამატე და როდესაც მიდის ცხიმის წვა და ხართ კალორიულ დეფიციტში, მთლიან სხეულში ერთნაირად იკლებს. ცხიმი უბრალოდ იმის დამიხედვით, სად როგორი გადანაწილება გვაქვს, ანუ შეიძლება ზემოთ უფრო შეგვეტყოს ვიდრე ქვემოთ, შეიძლება პირიქით ქვემოთ უფრო შეგვეტყოს ვიდრე ზემოთ. იმის დამიხედვით ისევ როგორი აგებულება გვაქვს, როგორი გენეტიკური მონაცემები გვაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ კონკრეტულ ზონაზე ის რომ აი კოჭი დამითხელე, ეს რაღაცა წელი დამითხელე და ასე შემდეგ ეგრე არ ხდება. აი ცა ხანდახან ეს მითები რომ ხდება ხოლმე ხო აი სულ ვეძებ საიდან წამოვიდა ან რა შეიძლება და ყოფილიყო აი ამის საფუძველი რა და ყოველთვის მივდივართ სოცმედიაზე ზუსტად ანუ მე ამ ხალხს დავადანაშაულებთ რატო აქვს ეს ცრუ წარმოდგენები ზუსტად მაშინ იყო და ის მახსენდება ხოლმე რომ აი ეს გოგოების ის რო არის ხოლმე წარმოდგენილი ფიგურა რომ აი გააკეთე გვერდითი ფეხის აქნებები და შენ გვერდზე გამოგეზრდება ტრაკი და აი რაღაც გიტარის ჰიპდიფებს რო ასწავლე რაღაცა საოცრება ჰიპდიფებიც არ არსებობს მეგობრებო ანუ იმ აგებულებას შენ ვერ შეცვლი თუ გაქვს სწორი მენჯი და ტრაკს უკრიდან გაზრდი ანუ სიმაღლეში გაზრდი თუ გაქვს მრგვალი გავა და გიტარისებრი ასე ვთქვათ მოყვანილობა ტრაკი მანდაც ისედაც გაქვს რა მაგრამ იმ სტორმენ სამწუხაროდ არაფერი არ გამოეზრდება და რა შეეხება ბარემ აქვე რო განვიხილოთ მუცლის ცხიმის ან როდესაც ჭარბი წონა არ არის, ჩვეულებრივი წონა არის, უბრალოდ პეტერე მუცელიკო დაყვება ხოლმე ადამიანს, კი არა და გოგონას. ერთად მან დააქვთ ხოლმე პრობლემა. კაცებს დიდი მუცელი დაყვებათ ხოლმე თუ მუცლის პრობლემა. ერთი დიდი კუბიკი.
კაცებზე იძახია რომ ეს არის რა ლუდის ღიპია. კი, მეც გამიგია. ეგ შეფასება რომ ეს ლუდის მუცელი. ხო, ლუდმა იცის ხუთაშორის ღიპი, იმიტომ რომ ნუ ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, ხორბალზეა დამზადებული და ასე შემდეგ. ბერავს კიდევაც საგაიფოდ. მაგრამ მოდი განვიხილოთ მოკლედ ის შემთხვევა, სადაც არის ეს პატარა ღიბი წარმოდგენილი და გონიათ რომ მარტო მუცლის პრესი იზავს საქმეს. სამწუხაროდ ისევ იგივენაირად მუცლის პრესი რა თქმა უნდა საჭირო არის გაკეთდეს, იმიტომ რომ კორპუსის სიძლიერე იგივენაირად მნიშვნელოვანი არის ადამიანის ორგანიზმში. როგორც სხვა დანარჩენი კუნთების და პირიქით მუცლის პრესის კუნთები ყოველთვის უფრო ძლიერად უნდა იყოს, იმიტომ რომ კორპუსის კუნთები გვეხმარება, რომ დანარჩენი ეს სიმძიმეები სწორად ავწიოთ და აბდომინალური წნევის სწორი გადანაწილება ეხმარება ზუსტად ხერხემლის ტრამა რო არ მივიღოთ და მენჯის ტრამა რო არ მივიღოთ, აქ რაღაცა დინოზავრიკები დაფრინავენ. არის ერთი ცალი დაფრინავს, ბიჭო. აქეთ თუ წამოვა დავჭერ. ეს მიდედა. ხო, სად იყავი ნინა? თლიანი სხეულის ვარჯიში გვჭირდება მოკლედ რა, ანუ მარტო პრესის ვარჯიშით რაც არ უნდა არაჭარბი წონა გქონდეთ, ნორმალურ წონაზე იყოთ, მაინც საჭირო არის თლიანი სხეულის ვარჯიში, იმიტომ რომ სრულიად ანუ სისხლის ცირკულაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხეულს ვერ ვუბრძანებთ, საიდან დაიწყოს ცხიმის წვა. და მე მგონი ყველას გამოუცდია წონის კლებას რო იწყებენ, ზოგი ჯერ სახეზე ხდება, ზოგი ესე რა ზოგი ფეხებზე ეტყობა, ყველა სხვადასხვა ნაწილიდან იწყებს წონის კლებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქიდან იწყებენ. იდეაში ქვემოთაც მოვაკლათ. უბრალოდ, ანუ მე თუ ისეთი აგებულება მაქვს, რომ დავშვა, ძირითადად ქვემოთ ვაგროვებ ცხიმს, ხო? ანუ ქვემოთ ვარ ცოტათი უფრო მეტად დიდი პროპორციულად, ხო? ვიდრე ზემოთ. ჯერ ეს ერთი ეს იმიტომ მოხდა, რომ როცა მოზარდები ვარ, არავის არ გვაქვს ჩვენ პრობლემური ზონა. პრობლემური ზონა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან დიდი ხანი დავყავით ჯდომიარეთ, არ ვიყავით მოძრავი და ეგრევე წავედით ჩვენი გენეტიკური მაჩვენებლებისკენ, დავშოთ გენეტიკურად სად ვაგროვებთ ცხიმს. აღმოჩნდა რომ მე ქვემოთ უფრო მეტად ვაგროვებ ცხიმს, დავშოთ ქვემოთ უფრო დიდი ვარ, ვიდრე ზემოთ. ზოგიერთ თანაბრად იმატებს აბსოლუტურად და შესაბამისად რო ხდებიან აბსოლუტურად ერთნაირადვე ეტყობათ, მაგრამ მე როგორც აი ესე ქვემოთ მიდრეკილი ხდომას, როდესაც დავიწყებ, ზემოთ უფრო შემეტყობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქვემოთ ცხიმს არ ვკარგავ. ხდომა და ცხიმის კლება მიდის აბსოლუტურად თანაბრად, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ მე ზემოთ უფრო პროპორციულად ვიწრო ვარ, ვიდრე ქვემოთ, ზემოთ უფრო ეტყობათ ხოლმე. და ხანდახან არის, რომ ზემოთ უკვე იმდენად ხდებიან, რომ აღარ უხდებათ, მაგრამ ქვედა მხარე ისევ რჩებათ ოდნავ პროპორციულად დიდი. მანდ უკვე უნდა დაუკვირდნენ აგებულებას, დედა შეხედონ, მამა შეხედონ. ეხ თუ დედმამა არ არის იქ ჩვენი რაგვარი მოდელი გინდა ვინმე რო თქვა? გერლიანი თუ გვარლიანი, ხო? არ მაინც გადავამოწ. ანუ თუ მატილდას მშობლები არ არიან, შენი მშობლები შესაბამისად ნახავ რომ და თუ სხვა თუ შენი შემქმნელები არ არიან მატილდას გვარლიანის შემქმნელები შესაბამისად ნახავ რომ ხო რა გენეტიკას შეხედეთ. ანუ პროპორციულად ყოველთვის ქვემოთ უფრო დიდები იქნებით ეგეთი ადამიანი. ანუ ეს წერი ძალიან გვაწუხებს, მაგრამ არა უშუალოდ ამას ხო, მოკლედ პროპორციულად ქვემოთ უფრო შედარებით ყოველთვის ესე იქნება. ამიტომ ესეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარჯიში, რომ ფორმირება მივცეთ აი ამ ფეხებს და მე აღარ გაგვერჭობა რა. ქალებს ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს გარჭობილი, რომ აი რაღაცა ის იდეალური სხეული გვაქვს ხოლმე. წარმოდგენილი რაღაც და იმისკენ რაღაცა გეგონება თარგი უნდა გამოვჭრათ, მივიდოთ და წკაპ ეს გაკეთდება. ჩვენ შეგვიძლია ის რაც გვაბია და ის რაც მოგცა გამჩენმა და ის რაც მოგცა ჩვენმა გენეტიკურმა წინაპრებმა გადმოგვილოცეს, ისინი დავხვეწოთ და იმისი უკეთესი ვერსია შევქმნათ. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ შემიმჩნევია, რომ აი ფიტნეს მწვრთნელს იმის მიხედვით ირჩევენ, აი ეს ფიტნეს მწვრთნელი როგორ აღნაგობაზეა. ანუ მათთვის სასურველ აღნაგობა, თუ თვითონაც ეგეთი აღნაგობა უნდათ, ამ შემთხვევაში მასთან მივლენან, ან ვიღაცას თუ უფრო დიდი საჯდომის კუნთები უნდა და შეხედავს, რომ მწვრთნელს კარგი საჯდომი აქვს, მასთან მივა. და მაგ ნაწილშიც არ ითვალისწინებენ ხოლმე აი გენეტიკურ ნაწილს, აგებულების ნაწილს, ცხიმის გადანაწილებას და სხვადასხვა რამეს. მე ბევრჯერ შემიმჩნევია, აი თხელი ფეხები აქვს და აი ის მეც დამითხელებს თითქოს გენეტიკურად. ეგ სიმართლე გითხრა არ მსმენია, ხა ეგ
ხო, ალბათ ეგრეც არის, ხო, შეიძლება, მაგრამ ხო, ნუ ეს თხელი ფეხის ისტერიკა ხო არის ზოგადად საქართველოში. თხელი ფეხი, არ და ბარძაყიან ფეხს რა ჯობია მითხარით. აი, გემრია შემოგევლე, ზოგად გმევინებს რა ჯობია. ყველაფერს თავის სილამაზე აქვს, რა თქმა უნდა, და სილამაზე ესეთი ძალიან სუბიექტური აღქმის საგანი არის. მაგრამ ესე ფეხების დათხელებაც, ხო? აი, ძალიან ბევრჯერ მინახავს კიდევ სოციმედიაზეც დაუპოსტია, რომ ვაიმე, მე პილატესის რეფორმერმა ფეხები დამითხელა. კი, ანუ ესე ფეხების დათხელება, მარტო რეფორმერი ან მარტო იოგა ან მარტო ფიტნესი ან რაღაცა, ეს ვერ იზავს. თუ ჭარბი წონა გაქვს და ხარ კალორიულ დეფიციტში, დაიკლებ წონას და ის ფეხების დათხელდება და ზედატანის დათხელდება, მაგრამ თუ ქვემოთ, აი ხო არის აგებულებით რაღაცა ცოტა ისეთი ჩადგმული ფეხებია და რაღაცები, იმას მიეცი ფორმა რა და ის იყოს ისეთი მკვრივი და ისეთი შეკრული, არ არსებობს კუნთიანმა სხეულმა თვალი არ მოგპაროს, ქალი იქნება თუ კაცი. და ჩვენ ევოლუციურად თვალი მაგაზე ვარ გაჩვეული, რომ ჩვენი ეს ძალიან ისეთი უკან ავიღოთ წინაპრები, კაცი ნადირობდა, ქალის ფიზიკურად აქტიური იყო, მიწაზე მუშაობდა. ეს რელიეფური სხეული, ათლეტური სხეული ყოველთვის მიმზიდველი იყო და ამაზე არის ჩვენი თვალი განვითარებული, ასე ვთქვათ და არ არსებობს ადამიანმა ქალი იქნება თუ კაცი იქნება ამ ფორმებს მიაღწიოს და ის თუ მაინც მისი პირველი იდეა ფიქსი ამომავალი წერტილი ვიზუალური მხარე არის ის არ იყოს ყურადღების ცენტრში, სადაც არ უნდა გაიაროს. აი, არ იყოს თვალის ანუ მოპარვის საგანი, ასე ვთქვათ. კი. თვალი მომტაცა. ძალიან ჩავაჭირეთ ამ თემას, მაგრამ იმდენ ღრმად გადგმული მითია, რომ კი, არც ეყოფა მე მგონი ეს საუბარი, მაგრამ ვერანაირად ვერ უბრძანებ იმას სხეულს, რომ აი მართლა ან წელი და რა მაგარი იქნებოდა ესე პროგრამას რო ვაძლევდეთ, რა აი. ხო, რაღაცა. თხელი ფეხები. აი დღეს აღარ მომწონს ახლა სქელი კოჭი და ახლა მოდი წელზე გადავიდეთ. დღეს წელი დამიწრილეთ რაღაცა. ეგრე რა იყო. სამწუხაროდ არ არის ესე, ხო? რა. ერთნაირად ვიმატებთ, ერთნაირად ვიგლებთ. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, უცბად მინდა შეგახსენოთ თუ არხი გამოწერილი არ გაქვს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქე ვიდეო. გადავიდეთ მეორე ასევე ქალებში გავრცელებულ მითზე, რომ წონებით ვარჯიში ქალებისთვის არ შეიძლება. ხო. დიდი წონებით ვარჯიში ხო საერთოდ არ შეიძლება. დანახვაც არ შეიძლება დიდი წონების. და აუცილებლად კიდე რაღაცა რაიმე დაავადება აქვთ თუ არა, ეგრევე ექიმები რომ ურჩევენ, რომ ვარჯიში შეწყვიტონ. ვარჯიში შეწყვიტონ კი ბატონო და ხო წონებით ვარჯიში მე მგონი ყველა ექიმი სამწუხაროდ კრძალავს მაშინ. რომ გაიგებენ რომ ვარჯიშობ არავითარ შემთხვევაში. აი უცებ გეუბნებიან რომ თითქოს აი სავარჯიშო რუტინიდან უნდა გადახვიდე ან არასავარჯიშოში ან ძალიან პასიურ აქტივობაზე გადახვიდე. სიარული. შეგიძლია იაროთ. მოდი ახლა გავიგოთ ექიმების მხარეც. რატო შეიძლება ექიმი ეს ყველაფერი უთხრას პაციენტს. ნუ ექიმი როგორც ყოველთვის ყველგან თავის პროფესიაშიც კი როცა რაღაცას ურჩევენ, ყოველთვის ხდება თავის დაზღვევა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ისეთი სარისკო სფერო არის, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება ეს ყველაფერი, ადამიანის სხეულზე იღებენ პასუხისმგებლობას ესეთი სპეციალისტები და შესაბამისად თავის დაზღვევის მიზნით ამ ყველაფერს ურჩევენ და რატო ხდება ეს? თუ ადამიანის კორპუსი არ არის ძლიერი და განსაკუთრებით ქალის შემთხვევაში მენჯის ქვედა კედლის კუნთები არ არის ძლიერი, რა თქმა უნდა, მან ყოველთვის არის საშუალება, როდესაც წონას ვემუშავებით, იქ მოხდეს ორგანოების დაწევა. მაგრამ როდესაც ადამიანი ვარჯიშობს, ხო, ისევ და ისევ კუნთების ბალანსიდან გამომდინარე, ის ხო არა ვარჯიშობს მარტო ქვედა ტანს ან მარტო ზედა ტანს ან მარტო ერთ მკლავს, ხო? ის ხო კომპლექსურად უდგება. შესაბამისად კომპლექსურად უდგება კორპუსის კუნთებსაც და მენჯის ქვედა კედლის კუნთებსაც. როცა ვარჯიშობ ქვედა პრესის ვარჯიშებს აკეთებ, მენჯის ქვედა კედელსაც რაღაცნაირად წვდებით, თუმცა მას კიდევ რა აქვს რაღაცა განსაკუთრებული ვარჯიშები, რომელთაც მიწვდები. კეგელი იქნება, დიასტაზის რეაბილიტაციო ვარჯიშები იქნება და ასე შემდეგ. აი ალბათ ექიმები ამას გულისხმობენ, რომ როდესაც მძიმე წონის აწევა ხდება, არის სადღაც რისკი, რომ მოხდეს ორგანოების დაწევა და ხშირ შემთხვევაში ქალებს ეუბნებიან საშვილოსნოს დაწევაზე და საკვერცხების დაწევაზე. ზუსტად კი. და ანუ ორგანოების რელაპსი რა. ეს რა თქმა უნდა ცალსახად ვარჯიშთან ახლავს ეს რისკი, მაგრამ ესე ყველაფერი რისკიანი არის. ხო, იმ წამალსაც რო იღებ, ყველას აქვს გვერდითი ჩვენებები. და შეიძლება მილიონში ერთი ის გვერდით ჩვენება დაგემართოს. იგივენაირად არის ვარჯიშს. ვარჯიშს თუ მიუდგები ჭკვიანურად გაწერილი პროგრამით, თუ მიყვები სისტემატიურად, თუ ავარჯიშებ ყველა კუნთს ბალანსში, ანუ უпростоრად ყველა კუნთს თანაბრად, მათ შორის კორპუსის კუნთებსაც და მენჯის ქვედა კედლის კუნთებსაც, შესაბამისად არანაირი რისკი არ არის იქ, რომ ან საშვილოსნო გამო ან ჭინჭიანად გამოგივარდეს ყველაფერი გარეთ.
არა მაგისი. ანუ ეს არის ჩემთვის ექიმების, ასე ვთქვათ, რომ გავუგო, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცა ისეთ საოცარ ელემენტარულ რაღაცაზე მესმის, რომ ვარჯიში არ შეიძლება და გაჩერდი, რომ ანუ რაღაც მომენტში მგონია, რომ ცოტა უსამართლო არის პაციენტის მიმართაც კი, იმიტომ რომ ვარჯიში იმ დროს აი რაღაც სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს ძალიან ეხმარება პროცესში, რომ წაიყვანონ რაღაცნაირად მისკენ უკეთესობის პროგრესისკენ. ზოგჯერ ანუ გადაჭარბებული სიფრთხილეც ხო გამოსდით ექიმებს მაგ ნაწილში. მე მგონია რომ ძალიან გადაჭარბებული სიფრთხილე არის რა. და ექიმის გარეშე, დიაგნოზის გარეშეც ბევრ ხალხს ეუბნებიან და ბევრ ხალხს ეგრე წარმოუდგენია, რომ წონებით არ უნდა ივარჯიშო. ხო, წონებით იცი რა იყო, სხვათა შორის იმდენად ახალი სფერო არის, მაინც ეს ეხლა და ეხლა ვითარდება და ეხლა და ეხლა წამოვიდა ეს წონებით ვარჯიში ძალიან, ну, ევროპაში და ეხლა ინგლისში რა ვიყავი, მე უკვე 2017 წელს მესმოდა უკვე რომ ქალებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მძიმე წონებით მძიმე კი არა და ზოგადად წონებით ვარჯიში. და ეხლა მით უმეტეს მიდის სულ ჩაჭერა და მაგაზე აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ ის რომ მენოპაუზის ასაკს მიუახლოვდებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის კუნთოვანი მასა. ის რომ ძვლის გამოფიტვა უკვე 30 წლიდან იწყება, ან სიმყიფე, ძვლის სიმკვრივე 30 წლის ასაკში არის პიკში და 30 წლის შემდეგ უკვე ეს სიმყიფობა ეწყება ძვალს და ნელ-ნელა მიდის რეგრესისკენ და რეგრესისკენ. მაგ დროს უმნიშვნელოვანესი არის ეს დარტყმითი სტრესი, ანუ დარტყმითი ვარჯიშები და დარტყმითი იმპაქტი, არ ვიცი ქართულად შეიძლება ითქვას თუ არა. ესეთი ტიპის ვარჯიშები და პლუს კუნთოვანი მასა, იმიტომ რომ კუნთი აიძულებს ძვალს იყოს ანუ ძვლის სტრუქტურა იყოს იგივენაირად მოწოდების სიმაღლეზე როგორც იყო ჩვენს ახალგაზრდობაში და ასევე ძვალი აიძულებს კუნთს რომ მე განვითარდეს. ანუ ეს იმდენად გადაჯაჭვული ციკლი არის, რომ ერთმანეთის გარეშე, ანუ არც ერთი სისტემა, რა თქმა უნდა, გამართლად ვერ მუშაობს. ამიტომ ორივე გვჭირდება ჩვენ ძალიან ესე რომ ზუსტად აი იმ პერიოდს, როცა ვუახლოვდებით ქალის შემთხვევაში, განსაკუთრებით მენოპაუზის ასაკს, გქონდეს ჩვენ მაქსიმალური კუნთოვანი მასა და კუნთოვან მასას სხვანაირად ფიზიკურად ვერ მიაღწევ. ანუ ძალიან დიდ პატივს ვცემ მე პილატეს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მე იოგას, თუმცა კუნთის შენება მსგავსი ტიპის ვარჯიშებით სამწუხაროდ ძალიან გახანგრძლივებული არის დროში. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, იმიტომ რომ იქ იოგის ძალიან ბევრი ტიპები არსებობს. პილატესი იდეაში სულ თავიდან შეიქმნა კორპუსისთვის და ხერხემლისთვის, თუმცა ეხლა ისე სახეიცვალა და ვიტყოდი რომ ცოტა ფიტნესის ფორმაც მიიღო, უფრო ფიტნესისკენ გადაიხარა, ვიდრე პირვანდელი იდეა იყო. თუმცა აი როგორც თქვი, კუნთის აშენება ყველაზე კარგად, იდეალურად თავის რელიეფებით და კუნთური მასის შენებით მაინც წონებამდე მივდივართ. და ფაქტიურად გარდაუვალი არის წონების გარეშე. ისე არ შეგვეშინდეს ეგრე გამოდის. პირიქით არ შეგვეშინდეს. თუნდაც აი დაავადებებზე ვსაუბრობთ ხო და რაღაცა გართულებებზე. ვარიკოზთან რომ მივიდეთ. წინა ეპიზოდზე უნდა დაგვეფარა ეს, მაგრამ რაღაცა ვერ მოვასწარი და აქვე ჩავრთოთ, ხო? არის მითი რომ ვარიკოზულ დაავადებებზე, ბოდიში ვარიკოზული ვენების დროს არ უნდა ივარჯიშონ. აი ეს არის აბსოლუტური პირიქით ვარჯიში არის ვარიკოზული ვენების მეგობარი. და ზოგადად ვარიკოზი რა არის, როდესაც ფეხებში იწყება ძირითადად, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, შესიება და ხანდახან ზოგჯერ გამოხატული ვენების გამოვარდნაც არის ხოლმე, ხო? რომელიც იდეაში საშუალება, იმიტომ რომ სისხლს ეკაჩება ქვემოთ და ცირკულაცია გულისკენ ისე ადეკვატურად და სწრაფად აღარ ხდება, როგორც ჯანსაღი ადამიანის შემთხვევაში. ვარიკოზული დაავადებები ვენების დროს პირიქით ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირიქით დგომა ერთ ადგილას არის ფაქტიურად მტერი ჩვენი. უნდა იყოს ყოველთვის ისეთი ვარჯიში, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია. აერობული ვარჯიშები არის ფანტასტიკური, იქ ცურვა, ჯოგინგის სირბილი, ლახტიც ძალიან კარგია სხვათა შორის. იოგა, პილატეს, ეგეც ძალიან კარგია. წონებით ვარჯიში ძალიან კარგი არის. უბრალოდ არ უნდა მოხდეს, აი მაგალითად, თუ წონებით გაზრდა და ძალისმიერი, ესე ვთქვათ, ძალის მომატება არის ჩვენი მიზანი, ვარიკოზული ვენების შემთხვევაში ეს მიზანი მე მგონი ცოტა უნდა გადავდოთ. და ჯანმრთელობა დავაპრიორიტეტოთ. ხო, აი როგორ ვარიკოზულ ვენებს არ უყვარს
ვარიკოზულ ვენებს არ უყვარს, როდესაც ხდება მაგალითად აბდომინალური წნევის გაზრდა. აბდომინალური წნევის გაზრდა ხდება, როდესაც სუნთქვის შეკავება ხდება. სუნთქვის შეკავება როდის ხდება? მაგალითად მე რო ძალიან მძიმე წონას ვემუშავები, კი ვარჯიშის დროს სწორი სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია და სუნთქვა მუდმივ გაუჩერებლად რო უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც ძალიან მძიმე წონას ვიღებ, ხო? აი მე პირველი ერთი შესუნთქვა ხდება. შეკავება, ჩავდივარ და ამოვდივარ და მე გამოვისუნთქავ. აი მაგალითად ესეთი ტიპის ვარჯიში ვარიკოზულ ვენებს არ უყვარს. ანუ მუდმივად აი აერობულ რეჟიმში სულ ცირკულაცია უნდა იყოს სუნთქავს. ხო, რაღაც მომენტში უნდა იკავებდიან წყალს და სუნთქავს. ჰიტი, ტაბატა, აერობული, ანუ აერობიკა ყველაფერი ნებისმიერ წონებით ვარჯიშიც კი მოსულა, უბრალოდ მეტი გამეორებები და შედარებით ესეთი 50-60% ჩვენი შესაძლებლობების. როცა აი ხა ძალის მიერზე ადიხარ უკვე 85%-ზე შენი შესაძლებლობის, ანუ 75-დან ზემოთ მუშაობ პროცენტის რა, ანუ მაგალითად ჩემი წონა არის პირობითად რო 100 კილო ავიღო, ჩემი შესაძლებლობის, ანუ თუ მე ვარიკოზი მაქვს დავწევ და 50 კილოიანს რაღაცა 50-დან 60 კილომდე ვემუშავები, ვიდრე რო არ მქონდეს წავიდოდი 75-დან გაზრდიდი უფრო მეტად. ხო. აი ეგ არ უყვარს ვარიკოს, ხო? ვარიკოზი დგომა ცალსახა ჩვენი მტერი არის ერთ ადგილას დგომა თუ გვიწევს, მაგ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ პერიოდულად ფეხები ავწიოთ ხოლმე. ვარჯიშის შემდეგაც როდესაც ვარიკოზი არის, მანდაც იტყვიან რომ კარგია ფეხების შემოდება 1-10-15 წუთი სიმაღლეზე. კომპრეშენი, ანუ ის გეტრებიც კარგი ვარიანტია, უბრალოდ ვარჯიშზე ძალიან არაკომფორტულია. ისედაც სატარებლადაც არაკომფორტულია. ხო, სატარებლადაც არაკომფორტული არის, ხო, კი ბატონო, გეთახმები, მაგრამ ვარჯიშის დროს განსაკუთრებით მიჩვენეს, როცა სრული რეინჯი გჭირდება მოძრაობის, ახლა მუხლში ბოლომდე უნდა ჩავჯდე. ცოტათი რთულია. ამიტომ ვარჯიშის მერე ან ვარჯიშამდე ჩვეულებრივად ტარება, ან ვარჯიშის მერეც ფეხები რო აიწიოს ზემოთ 1-10-15 წუთი, ესე ჩვეულებრივად, მაგრამ ფაქტია, რომ ვარიკოზული ვენების შემთხვევაში ვარჯიში ძალიან ეხმარება აი ამ დაავადებას მენეჯმენტში და კონტროლში. შვენიერ თემას შევეხეთ, მე მგონი აქვე. კი, მე მგონი ცოტა გამიგზავნა კიდევაც ვარიკოზი, მაგრამ ძალიან ხშირია. აი ძალიან ხშირია. თან ახალგაზრდა გოგონებში არის ეს ძალიან ხშირი და ცოტა სამწუხაროა, მაგრამ კონტროლერებადია და მენეჯერებადი არის ეს დაავადება. კარგი აქცენტები გავაკეთეთ ნამდვილად. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ცხელ თემაზე. ცხიმი ოფლში გამოდის. ანუ ეს კიდე ცხელიანინა? კი, და თუ არ გავოფლიანდით ვარჯიშის დროს. ესე იგი რაღაცა დავა. დღემდე ბევრჯერ მეკითხებიან, რომ აი ვივარჯიშე დავიღალე, მაგრამ ყველას ინდივიდუალური ოფლიანობა აქვს და ესე იგი არ იყო საკმარისი ცხიმი არ გამოვიდა, გითხარიება. თუმცა რომ ჩვენ მარათონლები სადღაც მეორე წლიდან ოფლიანობას უკვე იწყებენ, ისინი ვინც თავიდან არ ოფლიანდებოდნენ. იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ ვემუშავებით აი ეს ჰიტებს, ტაბატებს ძალიან ხშირად, მეც ესე დავიწყე სხვა შორის თავიდან რომ დავიწყე ვარჯიში. დარბაზიდან მოვდიოდი, ვაუში არ გავოფლიანდი და ჩემი ყოფილი ბოიფრენდი მეღადავებოდა ხოლმე, ისი ზადი ხარ, იმასაც ეგეთ წარმოდგენა ჰქონდა. ჯერ ესეთი მოდი განსაზღვროთ, რომ თავიდან როცა დამწყები არის ადამიანი, შეიძლება ეს ფორები, ეს ოფლის გამოყოფა და რაღაცა ეს ყველაფერი, ანუ წყობში არის მოსაყვანი და ისე არ არ იყოს მისი ოფლიანობა, ასე ვთქვათ, ხილვადი ვარჯიშის დროს, როგორიც არის 1 წლის მერე წელიწადნახევრის შემდეგ, ხო? თუმცა ეს არანაირად არ განსაზღვრავს, ან არც არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ვარჯიში არ შედგა, თავისი ბენეფიტები არ მოუტანა სხეულს და ასე შემდეგ. ოფლი არ განსაზღვრავს ვარჯიშის ეფექტურობას. ეს ამაზე შევთანხმდეთ. მეორე ვარიანტი, რომ ანუ ოფლი და აქვე მე მგონი კარგად გადაებიმება, ვთქვათ, აი რაღაც სპეციალურ ხო, აი სპეციალურად პარკებს და რაღაცებს ხშირად. ხო, ეგ კიდევ არის მე მგონი დარბაზებში რა. კი, კაცო დარბაზებში ხდება ისევ, რომ ჯერ შიშინით რო დადიან ხოლმე. შხარუნით რო დადიან და ფლაშოკაებებით. ეგ იმიტომ რომ წარმოდგენა აქვთ, რომ თუ ჩაიცმევენ, უბრალოდ ოფლს თუ გამოვადენენ, შესაბამისად ცხიმს აწვავენ. ცხიმის წვა ხდება ამოსუნთქვით. ნახშიროჟანგში გადის ჩვენი ცხიმი. და სხეულის სითხეებში ცხიმი გადის 0.0 რაღაცა
ძალიან ცოტა პროცესი. ოღონდ სითხეებში იგულისხმება ცრემლი, იგულისხმება შარდი და იგულისხმება ოფლი, რა თქმა უნდა. ანუ აი ამ სამ რაღაცაზეა გადანაწილებული ჩვენი ცხიმის ყავდა. ოღონდ 0.00000 რაღაცაი ძალიან მაგაზე პოსტი მაქვს ძალიან კარგი და მოდი აქ მაშიც მიუთითოთ აღწერაში აი ეს ცხიმის და ოფლის ამბები როგორ ხდება. შესაბამისად, ანუ იმ ჩვენ სესიაზე, რასაც წვალობთ, რომ აი ეს იმიტომ წვალება არის რეალურად ჩვენი გულისთვის არის უდიდესი დატვირთვა, როცა კანი არ სუნთქავს აი ესეთ პლაშოვკა ნაჭერში და ვაიძულებთ გულს, რომ აი ესეთ ვაკუუმურ გარემოში ვამუშაოთ და პლუს სხეულს ვუბიძგებთ დეჰიდრატაციისკენ. იმიტომ რომ მაგ დროს გამოიდევნება სხეულის სითხე და არა ცხიმი. და სხეულის სითხე ჩვენ უკან უნდა ავინაზღაუროთ აუცილებლად, რომ მერე სესიის მერე არ დაგვეწყოს თავის ტკივილი, არ მივიდე დეჰიდრატაციამდე და მთელი რიგი პროცესები არ დავარღვიოთ სხეულში, იმიტომ რომ ჩვენი სხეული მთლიანად 60-70% წყალი არის და მაგას თუ აი ამდენ პროცესს, რაც კი რაიმე პროცესები მიმდინარეობს ჩვენგან დამოუკიდებლად სხეულში და სადაც 90%-ში წყალი არის ჩართული და მონაწილე, ხო? იმ პროცესს ჩვენ წყალი დავაკელით, იმიტომ რომ მე მგონია, რომ პლაშოვკით გავოფლიანდებით და ცხიმს დავწვავთ, რეალურად უარეს უშვებით სხეულს, ვიდრე ცხიმის წვა იმ ერთ სესიით და არ ხდება ცხიმის წვა ერთ სესიით. ეგ გამართლებული არის სპორტსმენის შემთხვევაში, როდესაც დასაკლები აქვს აი ექსტრემალურად რო იკლემენ ბოლო დღეს, ანუ აწონვის წინ ხდება რამოდენიმე დღე, ესეთი ექსტრემალური წყლის გამოდევნა, რომ მინიმალური წონით გავიდეს აწონვაზე და იმიტომ რომ აწონვიდან შეჯიბრამდეც დროს აძლევენ, იმიტომ რომ ეს წყალიც უკან აინაზღაუროს და ცოტა წონაც კიდევ მოიმატოს, რომ დარტყმა ისევ ისეთი ძლიერი გაუხდეს. კი, და ის რამ ხელა დატვირთვა მათთვის ყველა ის ვინც აი პლაშოვკით ან პარკ შემოხვეული ვარჯიშობს ფაქტობრივად იგივეს უწყობს ყველა სავარჯიშო სესიაზე თავის თავს და აი მაგ დროს არის ძალიან ხშირი სხვათა შორის ანუ ათლეტებში გულის წასვლები, იმიტომ რომ ისევ და ისევ მივდივართ დეჰიდრატაციამდე და შესაბამისად აი ესეთ პროცესებს როგორც არის თუნდაც ენერგიის დაგენერირება, ხო? ენერგიის დაგენერირებაშიც მონაწილეობს ზუსტად სითხის ადეკვატური ბალანსი. კი, ცალსახად. კი. შემდეგ თემაზე გადავიდეთ, გითხარი მითია თუ არა, რომ როცა ვარჯიშობთ, თუ კუნთები არ გვტკივა, ესე იგი შედეგსაც ვერ ვდებთ. ხო. ეგეც ძალიან კარგი მითი არის და კარგია რომ ეკითხვა წამოვიდა, არ ნიშნავს მაგას აუცილებლად, ეგეც მითი არის ცალსახად. და ეხ წარმოიდგინე როგორია რომ მოვარჯიშეს ყოველ სესიაზე სხეული ტკიოდეს. არავინ არ ივარჯიშებს. ამიტომ თავიდან კი ბატონო გვენ სასიამოვნოა რომ უნდა გაი რაღაცა ვიგზენი სხეული და რაღაცა, თუმცა ეს არავის არ უყურს, მაგრამ ვინც ყოფილი მოვარჯიში არის ხოლმე იმას სიამოვნოა. მე დაბრუნების პროცესში მართლა სასიამოვნოა. კი, ახლა შვებულების მერე, ხო, გრძნობ რომ აუ რა კარგად ვივარჯი რა გემრიელობა რაღაცა, მეც მაქვს ხოლმე ეგ მომენტი რა, რომ რაღაცა სხეული გავაღვიძე. მაგრამ ეგ მაგას რა ნამდვილად არ ნიშნავს, მაგრამ მე ეგ ტკივილი წარმოიდგინე მთელი ჩემი ვარჯიშის კარიერაში რომ გამიგრძელდეს, ხო გავრეკე. ყოველ იმაზე რომ ტკიოდეს. არანაირად არ ნიშნავს მაგას, ეგ არის თავიდან დასაწყისში, როდესაც ახალი არის მოვარჯიშე, კუნთი რომ არაზოს არ უვარჯიშებია, ჩვენ როგორც ვიცით, ყოველი ვარჯიშის დროს იმ კუნთში წარმოიქმნება პატარ-პატარა მიკრო ნახევები, ხო, მიკრო ტრამვები. და ზუსტად ეგ იწვევს ახლა როცა თავიდან დიდი დატვირთვა მიდის, პირველი ერთი კვირა კუნთებს ტკივილი ახასიათებს. თუმცა აი ეს რო გაივლის და მაგას ქვია DOMS, delayed onset muscle soreness, ანუ ვარჯიშის იმ წუთას კი არ ტკივა, ვარჯიშის მერე ან მომდევნო დღეს იწყება ხოლმე მაგ კუნთების ტკივილი. პირიქით მეცაც გეტყვი, მოდი ეს თემაც კარგად გავშალოთ. თუ კუნთის ტკივილი ახასიათებს სხეულს მუდმივად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგენას არ აკეთებს კარგად. ანუ აღდგენის პროცესი დარღვეულია. ანუ არ იღებს საკმარის წილას, არ იღებს საკმარის წყალს და არ ძინავს კარგად. უძილობა და ეს ჩემი კომპონენტი. ანუ რაღაცა ისეთ სტრესებში არის და ისეთ ნერვიულობის ფაზაში არის, რომ სხეული რაც არ უნდა იძინოს ან ანუ იმდენად დიდი სტრესის ჰორმონი გამოეყოფა, რომ აღდგენაში უშლის ხელს. შესაბამისად, როდესაც ვარჯიშის მერე მუდმივი არის კუნთების ტკივილი, აქ უკვე რაღაცა სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. მითების დამსხვრევასთან ერთად რამდენი საინტერესო თემა წამოვწიეთ. კი, ამის უკან ხო, ანუ თუ დავუშვათ ახალი მოვარჯიში ადამიანი და ერთი კვირის მერე კიდე გაუგრძელდა ტკივილი, ხო, მანდ უკვე სხვა მესიჯები არის რა, მანდ უნდა
დავუკვირდეთ ჩვენი ცილის მიღებას, რამდენად სწორი რაოდენობით ვიღებთ ცილას, აი ეს დეჰიდრატაცია და ძილი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. და განვითარებას კუნთი, ანუ არ გამეზდება კუნთი, ნამდვილად არ ნიშნავს, იმიტომ რომ ყველა ვარჯიში არის ჩვენთვის ბენეფიტური. თუ რაღაცა უბედურებას არ ვაკეთებთ რა. ანუ არ არსებობს დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს თუ არ ხო, ვაკეთებ. რაღაცა. ჯეიმს ბონდი. რაღაც ბენეფიტი მაგასაც აქვს. მოძრაობა ყველა შემთხვევაში გარკვეულ ბენეფიტებს, რაც არ უნდა მინიმალური იყოს და მართლა დილის გამამხნევებელი ვარჯიშია. ეგიც კარგია, დილას რომ გააღვიძო სხეული, ეგეც 1-2 ფიზკულტურა, აიჰო. შვენიერია, კი. კი, გადასარევია. მოკლედ, მაგაზე შევთანხმდეთ, რომ ცალსახად ნებისმიერი სავარჯიშო სესია ყოველთვის იმაზე მეტად ბენეფიტურია, ვიდრე ერთ ადგილას ჯდომა და ის რა ქვია, სერიალების ყურება იმასთან ერთად, ტკბილ სნეკებთან ერთად. კი ბატონო. თუ ამოვწუროთ ეს თემა, გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე. წონის კლება, მე მგონი, ვინც ვარჯიშობს. აი ამ თემაზე ცალკე გასაუბრებ, მაგრამ ერთ კითხვას მაინც შემოვაგდებ, ვინც ვარჯიშობს, უმრავლესობას მაინც უნდა წონის მენეჯმენტი უფრო კლება. და ყველას გონია, უფრო სწორად არ ვიცი გონია თუ არ შენ მითხარი. ყველა ამბობს, რომ მოდი ყველას არ ვიტყვი, უმრავლესობა რომ კარდიო ვარჯიშები არის წონის დასაკლებად. და ეს დარბაზში მივლენ ბილიკზე, დიდხანს დარბიან და მოდიან მე აღარ აგრძელებენ ვარჯიშს, ანუ ეს არის მათ სავარჯიშო რუტინა. ანუ 45 წუთი დგებიან ბილიკზე 1 საათი და მერე ვარჯიშობენ კიდე რაღაცას და 3 საათი არიან მაგ. ხო, ასეთი ექსტრემალებიც არიან ალბათ, მაგრამ ბევრი დრო ვისაც აქვს. ხო, რამდენი დრო უნდა ხო, გქონდეს? რამდენი დრო უნდა გქონდეს? 3 საათი რო დარბაზში იყო, შეიძლება გავრეკო. და ენერგია რამდენი უნდა გქონდეს? ხო, არც მაგიტოა მე რომ ეს თაბრუსხვევა და აი ეს გადაკანებლები რო დადიან და მე ძალიან მალევე ხდება ფარფალი. მოდი ვთქვათ, კარდიო ვარჯიშები არის ის, რაც წონის კლებაში გვეხმარება თუ სხვა ვარჯიშებიც გჭირდება? თალსახად გვეხმარება, მაგრამ არ არის პირველადი წყარო. მოდი რო ავიღოთ აი pie chart-ი რა, მრგვალი ჩარტი რო ავიღოთ. წონის კლების დროს 70% გამოვაკლოთ ეგრევე და გავუშვათ კვებაზე. წონის კლებაზე 70% ეკუთვნის კვებას და ავიღოთ ახლა ეს 30% რაც დაგვრჩა ხო აი ამ ჩვენი მრგვალი ჩარტიდან. 30%-ში 20% არის წონებით ვარჯიშზე. 30% აი 20% მოდის წარმოვიდგინეთ წონებით ვარჯიშზე წონის კლების დროს, სადაც კუნთოვანი მასა ვითარდება და კუნთები ძლიერდება. 5% მოდის კარდიო დატვირთვაზე, ანუ 20 და 5 ხო რამხელა განსხვავება. და დანარჩენი 5% იქ სხვადასხვა იქ სტრესები, ძილის მენეჯმენტი და აი სხვადასხვა ჩვენი რუტინა, ჩვენი რეჟიმი და ჩვენი დღის ზოგადად დატვირთულობა რა. მაგრამ ძირითადი როგორც თქვი არის, ანუ 20% არის წონებით ვარჯიშზე, 5% არის კარდიო. ანუ ეს თვითონ ჩარტივე გვეუბნება, რომ კარდიო სრულად ამოღება აბსოლუტურად არ არის სწორი, იმიტომ რომ კარდიო თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს არის ჩვენი კარდიოვასკულარული სისტემის განვითარება, ეს არის ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარება, გულიც კუნთი არის, როგორც სხეულის კუნთებს ჭირდება განვითარება, იგივენაირად ჭირდება გულის კუნთსაც განვითარება. ამიტომ კარდიო ვარჯიშები ცალსახად ძალიან ყველასთვის მარტო ვისაც კლება უნდა არა. ხო, ბოდიბილდერიდან დაწყებული, ჭარბწონიანი ადამიანი დამთავრებული, ვისაც წონის კლება უნდა. აუცილებლად მნიშვნელოვანი არის კარდიო ვარჯიში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის წონებით ვარჯიში, სადაც კუნთოვანი მასა ვითარდება. ანუ იდეალურ შემთხვევაში ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ თუ ადამიანი კვირაში 3 ჯერ ვარჯიშობს, 2 დღე დაუთმობდი იქ წონით ვარჯიშებს და 1 დღე დაუთმობდი სრულად კარდიოს. ან გადავანაწილებდი 3-ვე დღეს გავაკეთებდი მთლიანი სხეულის ვარჯიშებს და სესიის ბოლოს გავაკეთებდი 15 წუთიან, მაქსიმუმ 20 წუთიან კარდიო დატვირთვას, ოღონდ ინტერვალური დატვირთვებით. ანუ ინტერვალური რას ნიშნავს? დავუშვათ 30 წამი სპრინტი, 30 წამი გაჩერება, ან 1 წუთი დასვენება. ისე 30 წამი მუშაობა, 1 წუთი დასვენება. ან აღმართზე მუშაობოდი, აღმართზე ჩქარი სიარული, მერე ნელი სიარული, ჩქარი, ნელი და აი ამ ინტერვალებს ვემუშაობოდი მაქსიმუმ 20 წუთი. აი 3 დღის განმავლობაში და კვირაში სადღაც საათი და რამდენი გამოგვივიდოდა? საათი და 20 წუთი, 10 წუთი. ხო? ხო. არა, 1 საათი გამოგვიდა. როგორ? მე ვარ შემოვდივარ ამ დისკუსიაში. ხო, ეს ანუ ჯამში გამოგვიდა რომ კვირაში 1 საათი ვარჯიშობ, თქო ეფექტური 1 საათი გამოგვიდა, იმიტომ რომ ინტერვალური ვარჯიშები ზუსტად კარდიოვასკულარული სისტემისთვის, გამძლეობისთვის, დიხანია ქართულად როგორ ვთქვა? გამძლეობა. ხო, გამძლეობა, სტამინა. ეს არა ქართული სიტყვა. არ არის. გამძლეობა არის ეგეც. ხო, კაი, ხო, ჯანდაბას იყოს. გამძლეობა, ხო. ანუ გამძლეობისთვის არის იდეალური 1 პლუს ცხიმისთვისაც უფრო კარგი არის, იმიტომ რომ ინტერვალური ვარჯიშების მერე ნათქვამი არის და გამოკლეულია, რომ
ვარჯიშის შემდგომი 2-3 დღე მიდის კიდევ ცხიმის წვა, იმიტომ რომ სხეული სრულად იხარჯება ჟანგბადის და არა მარაგებისგან. კონკრეტულად იმ სესიაზე, რასაც ხო, არა, იმ სესიაზე არ თავდება. პირიქით, ვარჯიშის დროს ცხიმი არ იწვება, ვარჯი მერე იწვება ცხიმი როგორც წესი. ესეც საინტერესო მესიჯია და ერთ ჩაგეკითხები, აი რატო თქვი, რომ ჯერ წონებით ვარჯიში და აი რუტინას როცა ვატყით და დავუშვათ ბოლოს მოვიტოვოთ 20 წუთი კარდიო. იმიტომ რომ კარდიოს მიაქვს ენერგია. და შესაბამისად წონებზეც გვჭირდება ენერგია, რომ მაქსიმალური 100% დავდოთ იქ და მე ხა დარწმუნებული ვარ, რომ პირველი კარდიოს ვინც აკეთებს, შემდეგ წონებით ვარჯიშზე უფრო მეტ დაღლას გრძნობს და უფრო მე მაგალითად ნაცადი მაქვს ეგრე ერთხელ ვიფიქრე, რომ მეთქი სულ მეზარება თქო ეს კარდიო და მოდი ახლა სირბილი დავიწყე თქო. აი ორი ჩაჯდომა ძლივ გავაკეთე მაგარდიოს მერე. იმიტომ რომ საკმაოდ დაღლილი არის ფეხებიც, საკმაოდ დაღლილი არის ანუ მთლიანად სხეული არის დაღლილი, იმიტომ რომ მე ინტერვალურ სირბილებს ვაკეთებ ხოლმე და ზოგადად ენერგიის გადანაწილების კუთხით ჯობია რომ ჩემი ეფექტურობა ის რაც უფრო მეტად ეფექტურია ზოგადად ცხოვრებაში წონებით ვარჯიშზე კუნთოვანი მასის განვითარებას დაუთმო და ბოლოში კარდიოს ესისთვის უეჭველი დაგრჩება ენერგია. ანუ აი წონების მერე რომ 20 წუთი დადგე კარდიო ტრენაჟორზე ეს იქნება ველოტრენაჟორი, კროს-ტრეინერი ეს თხილამურებს რო ვეძახით ჩვენ, ან თუნდაც ბილიკი, თუნდაც კიბეები, აუცილებლად დაგრჩება ენერგია. უბრალოდ აი მაგ 20 წუთში დარწმუნდი რომ აი მაქსიმალურად ეფექტური რო იყოს, ინტერვალებს ემუშავა. ანუ ცოტა ხანი სწრაფი მერე შემდგომ შესვენება. შესვენება ოღონდ სულ გაჩერება არა. დაბალი ინტენსივობა რა. მერე ისევ ძალიან მაღალი ინტენსივობა, ისე რომ ძალიან აგიჩქარდეთ გული, აი წინადადების დაგენერირებაც რო ვერ შეძლოს ადამიანმა, აი იქამდე მივიყვანა, მივაწვეთ, მერე გავაჩეროთ, კაი 1-2 წუთი ამოვისვენოთ. ამოვისვენოთ თქო, მერე კიდე მიყვანა, ნანა. აი ეს. რო საინტერესო, ანუ ჯერ სპრინტი მაგალითად სირბილზე რო თქვათ, ვირბინოთ სპრინტი, მერე სიარულში დავისვენოთ. კი, მერე სიარულში დავისვენოთ, ან ძუნძულში. ეხლა რა არის, როცა სირბილს ვაკეთებთ, ხო? ეხლა იმ თვითონ ტრენაჟორი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ეს გიჟივით რო დაარბიხარ, უცებ დააჭირო და სიარულის რეჟიმზე გადავიდეს. ამიტომ მაგ დროს მე რას ვაკეთებ ხოლმე, იცი? ოღონდ ჯერ მაგ დროს ყველა ვარიანტი უნდა დაამოღამონ. თვითონ ტრენაჟორის ფლობა რა. მე რას ვაკეთებ, იცი? ძალიან რო დავარბივარ, მე ფეხებს დავეყრდნობი და ჰოპ, გადავწევ აქეთ-იქით ფეხებს. 30 წამი ველოდები ან 15 წამი, მე შემოხვდები ხოლმე. ან იმ 30 წამის განმავლობაში დავუწევ, რომ მე თან დავისვენო, მე შევხვდები თუ 2 წუთი უნდა ამოვისვენ, თქო, თუ ძალიან პიკში დავარბივარ, სადღაც 17-ზე თუ ავედი. მე 2 წუთი ამოსვენ თქოს ყველა ვარიანტი ჭირდება, მაგრამ იმ 17-ზე ხო, ესე 30 წამი შეიძლება ვერ ირბინო. შეიძლება 10 წამი ირბინო, მაგრამ ეგეც ინტერვალური არის. ანუ 10 წამი შენი მაქსიმალურია, აი სადღაც კარდიოზონის მე-4-მე-5 და მე 2-3 წუთი ამოსვენ თქო. და ანუ ეგეც 5 მისვლა ეგეთი რო გააკეთო, ეგეც ძალიან მაგარი არის კარდიოსესიისთვის. და ისედაც სპრინტი კუნთებზე ძალიან მაგრად მოქმედებს, კარდიო სისტემაზე ხო რა თქმა უნდა ძალიან კარგად მოქმედებს და ასე. კი ბატონო. მოდი დავჩეთ კიდევ წონის კლებაზე ერთ კითხვას დაგისმევ. ხშირად ამბობენ, რომ ჯერ უნდა დაიკლო წონაში და მერე დაიწყო ვარჯიში, რომ ცხიმი კუნთში არ გადავიდეს, წონა არ გაიყინოს და ასე შემდეგ. რა სხვადასხვა არგუმენტები მესმის ხოლმე. უფრო ხშირად გამიგია ეს ცხიმის კუნთში გადასვლა. ხო. სანამ ცხიმი კუნთში გადავა, მოდი ვთქვათ, რომ წონის კლება ჯერეს და მერე ეს არ ვქნათ გეხვეწებით, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი, როდესაც მარტო დიეტით ხდება კლება, ხო? აი რაღაცნაირია, აი გამოფიტულები და უფრო არაჯანსაღი სიგამხდრე უფრო არის, მე თან მithumet რაღაცნაირად რო შეჩეული ხარ იმ ადამიანზე, რომ რაღაც წონა ქონდა. გეგონება ეს თავი იგივე რჩებათ და აქ ჩამოხმებიან ხოლმე და რაღაცნაირად დავკოპალები. არ ვიცი ეს არ მინდა რომ თქვა, მაგრამ რაღაც არაჯამრთელი ვიზუალია. აი არაჯანსაღი ვიზუალია, როცა ვარჯიშის გარეშე ხდება დიდი წონის აკლება. და ანუ ხა პატარა წონიდან რო იკლება და რაღაცა არ არის მანდ რა, მაგრამ როცა ესეთი გადაჭარბებით ჭარბი წონა არის, მანდ ვარჯიშის გარეშე ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ არ დაიკლოს არც ერთმა ადამიანმა. პირიქით, ორივე პროცესი უნდა წავიდეს ერთად. ეხლა რაც შეეხება ცხიმის კუნთში გადასვლას. მოდი ავიღოთ აი ესეთი მაგალითი. აბა. მოდი ჩემთან. ოკეი. მოდი ვაჩვენოთ, რომ ეს ერთი და იგივე სიბრწყეზე დავდოთ, ხო? ეს ჭიქა იყოს კუნთი და ეს დოქი იყოს ცხიმი. ჩათვალეთ, რომ ორივე არის ერთი ზომა, 500 გრამი არის ეს, 500 გრამი არის ეს. ან მოდი 1 კილო იყოს, ცოტა მძიმეა 500 გრამი. 1 კილო კუნთი და 1 კილო ცხიმი.
ვიზუალურად ზუსტად ესეთი სხვაობა არის სხეულში. ანუ 4-ჯერ დიდი არის 1 კილო ცხიმი 1 კილო კუნთზე. ანუ ცხიმი კუნთში ვერ გადავა, იმიტომ რომ ცხიმი არის სხვა ქსოვილი, კუნთი არის სხვა ქსოვილი. კომში ბადრიჯნად ვერ გადაიქცევა. ეხა ეს რატო მოვიტანე რა? იმიტომ რომ ასევე მაგ მივაბად რომ მე კი ზუსტად ვიცი რატომაც მოიტანე, დავიკელი და სასწორზე არაფერი არ მეტყვი. რიცხვები არის. მე მგონი მაგიტო გონიათ ხოლმე რომ ეს ცხიმი გადავიდა კუნთში, რაღაც ლოგიკას მე მადვიჭერ ხოლმე რომ ალბათ ეგ გონიათ ხო, რომ აი ციფრი. არა, ეგ უკვე ნავარჯიშებ ტიპს არ გონია, ეგ თავიდან სანამ დაიწყებენ ვარჯიშს, ყველანაირ მიზეს მოიყვანენ რომ არ ივარჯიშონ და მაგიტო გეუბნებიან მაგ მზეობას. რომ აი მე კუნთი ცხიმი აჩინა და მაგიტო არ ვარჯიშობ. ერთადერთი ვარიანტი, როცა შენ ვარჯიშობ და წონა გემატება, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ იგივე სჭამ, ან იმაზე მეტ სჭამ, როცა ვარჯიში დაიწყე და ცხიმაც მოიმატა და კუნთმაც მოიმატა. და შესაბამისად არცერთ დაგეტყო და პირიქით მოიმატა სასწორმა, მაგრამ როცა სასწორზე ციფრები არ იცვლება, დაუბრუნდეთ ახლა გამეყინა ფეხი ამის. ვინც ეხლა გადმოახტუნა რაღაც დასაწყისიდან შენ ესე რომ ზიხარ. დაუბრუნდეთ, მოკლედ. როდესაც მე მოვარჯიშე ტიპი ვარ. და დავიწყე ვარჯიში. და ამასობაში დავიკელი 1 კილო ცხიმი და მომამატე 1 კილო კუნთი. შესაბამისად, ამას მომაკელი იმას დავამატე, რა თქმა უნდა, სასწორზე ციფრები არ შემეცვალა, მაგრამ ვიზუალურად ნახე ეს ამხელა რომ მომაკლდა. და წავიდა აქ, მოიცა წავიდეს აქ. და დამრჩა აქ სხეული დათხელდა, დაპატარავდა, მაგრამ სასწორზე ციფრები არ შემეცვალა. ტანსაცმელში თხლად გრძნობ თავს, დიდად მაქვს რაღაცეები, იმიტომ რომ 4-ჯერ დიდი რაღაცა დავკარგე ამაზე. თუმცა წონა დამრჩა იგივე. ხო, ანუ შესაბამისად, როცა მოვარჯიშე გოგონას სასწორზე ციფრი არ ეცვლება, ეს როგორც და ოღონდ ამის პარალელურად ვიზუალურად დაპატარავდა, მოცულობა შეეცვალა და ტანსაცმელში თხლად გრძნობს თავს, ეს არის როდესაც კუნთი შენდება და ამასობაში ცხიმი იკლებს. თუმცა თუ მაინც ჩვენი მიზანია რომ წონაში დავიკლოთ და მართლა ჭარბი წონა აქვს დაუშვათ ადამიანს შედარებით, აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის პორციების კონტროლი, იმაზე ოდნავ ნაკლები ჭამა ვიდრე ვიღებთ, რომ წავიდეს ენერგიულ დეფიციტში სხეული, ანუ იგივე კალორიულ დეფიციტში და შესაბამისად უკვე ციფრები ქვემოთ წავა. სასწორზე. ისე თუ დიდი წონა არ არის, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე რომ სასწორის გარდა ასევე სანტიმეტრით გარშემოწერილობის მე პირიქით ვიტყოდი რომ აი სასწორი იმდენად, იმიტომ რომ სასწორი ძალიან ბევრს აკომპლექსებს კი არა, ძალიან ბევრ ფოთვის თრგუნავს კი, აი როცა ივარჯიშე თითქოს გრძნობ რომ ვიზუალურადაც დაიკელი და რეალურად ის სადაც შედეგი უნდა ნახო, ეს არის სასწორი და ციფრები. და იქ ან მატება გაქვს, ან იგივე წონა გაქვს, რაღაცნაირად მართლა ითრგუნებით. და იცი რა არის, სანტიმეტრებიც ხო ციფრები არის. მოდით ანუ ჩვენ ხო სულ ამას ვეუბნებით, რომ გარშემოწერილობა აკონტროლე, ვიდრე სასწორი, იმიტომ რომ სასწორზე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაციკლული ხა. დღეში რომ 2-3 ჯერ იწონება ადამიანი და იქ ამასობაში თან ერთვის კვებითი აშლილობა და აი ესე მიჯაჭულობა აქვს სასწორზე და სასწორის ციფრი მისი ცხოვრების ხარისხის გადამწყვეტია და მისი გუნება განწყობის მაკონტროლებელია, ამ შემთხვევაში სასწორი პირიქით საერთოდ უნდა გადააგდოს გარშემოწერილობა და ფოტოების გადაღება მანამდე და შემდეგ. აუცილებლად მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ანუ თუ ისევ დავიტრგუნე და ისე უარესი ფსიქოზე ავიგიდი ამ სასწორის გამო, იმიტომ რომ მე კუნთოვან უბრალოდ ძალისმიერ ვარჯიშებს ვაკეთებ, კუნთებს ვაშენებ, რა თქმა უნდა, სასწორზე არის რისკი, რომ იგივე ციფრები მოგცეს. თუმცა ვიზუალურად იყოს აბსოლუტურად სხვანაირი, იმიტომ ჩვენთანაც ძალიან ხშირად მოუწერიათ ხო, რომ აი ყველა მატყობს, აბსოლუტურად თანამშრომლები მეუბნებიან, რომ აი მე ღმერთო როგორ შეიცვალე ფორმები, შეგიცვალა რაღაცა, მაგრამ ამ სასწორს რა უნდა რატომ მებრძვის? კი, უამრავჯერ მე თვე არ გავა რომ მსგავსი გებძვი და გადააგდე, მაგის ზედაცვატერი გებძვი და ხედავ არ არის შედეგს ხო ხედავ ვიზუალურად. ანუ ჩვენ ამიტომ ყველას ვეუბნებით რომ ფოტოები გადაიღეთ და ეს გონიათ ხოლმე რომ ჩვენი სურვილი არ არის. ჭიპის გარშემო, ბარძაყის შუა წერტილი, ანუ უნდა გადაიღოთ მე სახსრიდან სახსრამდე, ანუ მუხლიდან მენჯამდე, აი მომხრელი, სადაც არის მენჯის მომხრელი, მუხლის დასაწყისში გაზომეთ სანტიმეტრი და იმის შუახაზი აიღეთ და იმის შუახაზზე გააკეთეთ გარშემოწერილობა. ბარძახზე ხელზე ზუსტად იგივენაირად. ანუ ზოგადად გარშემოწერილობა ეგრე იზომება რა, ანუ სახსრიდან სახსრამდე იმის შუახაზი და მერე გარშემოწერილობა. კისერი, მკლავი, ბარძაყი და წელი ჭიპის გარშემო. აი ეგ არის ჩვენი გარშემოწერილობების გაზომვა და იდეალური მაკონტროლებელი არის, მე თუ მკითხავ, ვიდრე სასწორი. კი.
კი. გამოცდილებაც მაგაზე მეტყველებს ჩვენი. კი, უამრავი გოგო ვარჯიშობს და თუ არ გავარო, ეგ პრობლემა არ იყოს, რომ სასწორზე რიცხვები არ იცვლება. ხო. და როცა სანტიმეტრზე იცვლება, ვიზუალურად იცვლება, სხვა ზომა ტანსაცმელი ჭირდება. ხო, სანტიმეტრი შეიძლება ყველა არ ხარ, მაგრამ ტანსაცმელში აშკარად ატყობენ, რომ ისეთი ჯინსები გამოალაგეს, ისეთი ჩარვლები, კაბები გამოალაგეს, რომლებშიც ადრე ვერ ეტეოდნენ. და ამიტომ აი ესეთი მომენტი არის რა. ოღონდ მაგ დროს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი იგივე სჯამს. ანუ მან შენარჩუნების ამბები არის რა. ანუ არც ნაკლებს ჭამს, არც მეც ჭამს, იგივეს იღებს კვების ამბავში, შესაბამისად ხდება იგივე კუნთის მომატება, უბრალოდ იგივე რაოდენობის კუნთის მომატება და ანუ უბრალოდ რა რაოდენობის ცხიმის დაკარგა, იგივე რაოდენობის კუნთის მომატება ხდება და შესაბამისად სასწორზე არ ვიცვლებით. კი ბატონო. ეხლა კიდე შემდეგი თემა, რაც მონიშნული მქონდა, არის შენ ბევრჯერ შეეხე ამ თემას რილებში, პოსტებად, ჩვენს მარათონში ამ მესიჯს ვავრცელებთ. დეტოქს ჩაები, გასახდომი ჩაები, ნუ ეს იმხელა თემა გასახდომი პროდუქტები ცალკე. ეხლა დღეს ამას ვერ დავფარ. აი გასახდომ ჩაებზე და დეტოქს ჩაებზე. აი ეს დეტოქსი რა არის? საერთოდ გვჭირდება თუ არა? მართლა არსებობს თუ არა რამე ჩაი, რაც ამ დეტოქსის ეფექტს მოგცემს, არ ვიცი. მე მახსოვს ერთი ჩემ პირველი, ასე ვთქვათ, სტრესი ბლოგზე იყო ზუსტად სტრესი კი არა და ეს ბულინგი, ასე ვთქვათ, იყო პირველად რომ დავეტაკე, ვაი მე რა ერქვა მაგათ? მახსოვს ერთი კომპანია. ჭკვიანი დიეტები კი არა. ეხლა კიდე დავეტაკოთ. აუ რა ერქვა, ხო ჭკვიანი დიეტები თუ smart diets. რაღაც აი პაკეტებში. ხო, პაკეტებში იყიდებოდა ფხვნილი. შეიკები კეთდებოდა. ხო, რაღაცა 24 საათი იჯდნენ ტუალეტზე, ფაღარათიანები დადიოდნენ და ტიპები ოკეი იყვნენ მაგასთან, რომ წონაში სამაგიეროდ წონაში იქლებდნენ, ღვიძლი ეშლებოდათ. და სამაგიეროდ, ნუ, კარგად იყვნენ. მოდი ვთქვათ, რომ დეტოქსი ჩვენს სხეულს, ჩვენს გადამამუშავებელ სისტემას რომ არ ქონდეს თვით დეტოქსის ფუნქცია, დეტოქსიფიკაციის, ასე ვთქვათ, ფუნქცია ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით, იმიტომ რომ საკვებში იქნება, ხილში იქნება, ბოსტნეულში იქნება, არის უამრავი ბაქტერიები, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, უხილავია, მაგრამ ჩვენი სხეული ამ ყველაფერს უმკლავდება, იმიტომ რომ გააჩნია თვით დეტოქსის ფუნქცია იქ. ღვიძლი იქნება, კუჭი იქნება, თუ ეს გადამამუშავებელ სისტემაში რაც არის ჩართული ნებისმიერ ორგანოს, ყველას გააჩნია აი ეს თვითწმენდა, კი ბატონო, ავტოფაგიაც, რაც აი ეს ამ შიმშილებზე არიან რომ გადარეულები, რომ აი ეს ავტოფაგია უნდა მოხდეს რაღაცა ჩვენ სხეულს თავის დაუნებურად გააჩნია ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე როგორი არის ჩვენი იმუნიტეტი, როგორი არის ჩვენი სხეულის ბრძოლის უნარიანობა, რომ იქ მკვდარ უჯრედებს, იქ ზედმეტ უჯრედებს გაუმკლავდეს თავისით. რა შეეხება დეტოქსებს, ხო? თუ მაინც და მაინც, აი მე მაგ დეტოქსებს როგორ ვამართლებ, იცი? ოღონდ ესე დაფხვნილებულს არა. იმიტომ რომ ის რაც პაკეტში ხდება. ძირთად ჩაი, აი გამიგია მე რომ ჩაი არის ეს დეტოქსი, ან რაღაც აი შეიკი მაქსიმუმ. კი ბატონო, მაგრამ აი როგორ რაღაცა იცი, ის რაც პაკეტში ხდება, ის რაც ქიმიურად, ანუ არაბუნებრივი ფორმით არის წარმოდგენილი, ხა ფხვნილი რო არის, ის ხო არ არის, ხა ჩემი აშვაგანდა ხო სხვა როჟა არის და მინიმუმ დამუშავებული ყველა ვარიანტში არის რაღაცა ქიმიურად დამუშავებული. ეხ შენ მიდი და ეძებე ის რანაირად არის დამუშავებული, კაცმა არის არ კონტროლდება ეს ბაზარი. ანუ ეგ მიმართულება არც ერთ ქვეყანაში არ კონტროლდება. ნუ ევროპაში მეტნაკლებად კიდე შემადგენლობა ის რომ ადამიანი არ მოკლას, აი ეგ კონტროლდება. და ამერიკაში მე მგონი. თორე შიგნით რა როგორ არის კაცმა არის რა. შესაბამისად ის რაც გადის ქიმიურ დამუშავებას თუ მაინც და მაინც დეტოქსიგინა აიღე იმისი ნიახურის ძირები, აიღე რაღაცა მწვანე ბოსტნეული, დაუმატე ბანანი, დააბლენდერე და დღეში ერთხელ ეგ სმუზი მიიღე, მუქი მწვანე ბოსტნეულით. იმისთანაც დაგადეტოქსებს და იმისთანაც მოგავს მევინებს. ელი დღე ტუალეტზე იჯდებით, რომ ეს შარდით შეკავებული სითხე იქნება თუ რაც იქნება, რაც გამძიმებს იდეაში, ეგ გამოიყვანოს რა. დანარჩენი აი ეს ალბათ მაგათაც აქვს რაღაც ინტერვალი, ანუ ყოველდღე ნიახურის თუ ადეკვატური კალორიების მიღება ხდება საკვების კუთხით, მაგას არანაირი შეზღუდვა ხა ნიახურს ხო ჩვენ ჭამთ ყოველ მწვანილს ყოველდღე ჭამთ. უბრალოდ ოდნავ მეტი ხდება მაგ დროს, იმიტომ რომ სმუზიში წავიდეს და სმუზის სახით იღებ როგორც ერთ-ერთი ხემსი. თანიქ ბანანს თუ დაუმატებ. კი ბატონო, ბანანს თუ დაუმატებ, კივი რაღაც, ანუ ხილზა ბოსტნეულს ოღონდ მწვანეს თუ აურევ ერთმანეთში, რა თქმა უნდა, ისეთ რაოდენობით რომ ერთი ჭიქა გამოვიდეს და არა ერთი ვედრო.
და ამაზე არ უნდა იყო მთელი დღის შენი კვება, არ უნდა იყოს აი ცალსახად, ეს არის ხემსი. სმუზით შენ კალორიას ვერ იღებ და ჩვენ კალორია გვჭირდება, ესე ვერ ვიტყვით, რომ ანუ ჩვენს გვაქვს დეტოქსის პროგრამა, კარგად ჩვენ აპლიკაციაში არის ჩერის დეტოქსის პროგრამა, რომელიც არის 3 დღიანი. და იქაც დღეში 2ჯერ არის სმუზები და შუა დღესაც სრულფასოვანი სადილი არის ისთვის მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ სხეული ვერ გადავა, ფიზიკურად ვერ გადავა უენერგიო ფაზაში, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, ჩვენ გვჭირდება ფიქრი, ჩვენ გვჭირდება გადაადგილება, ჩვენ გვჭირდება მუშაობა და რომ ვიყოთ პროდუქტიულები და შესაბამისად პროდუქტიულობას, ჩვენი ტვინის მუშაობას განსაზღვრავს გლუკოზა და გლუკოზა გვჭირდება ყველა ვარიანტში. ასე რომ სმუზებზე ცალსახად ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ კალორია არ გააჩნია, მინიმალური კალორია აქვს, არ გააჩნია როგორ არ გააჩნია, მაგრამ ყოველში უამრავი ბოჭკო აქვს და მაგიტომაც არის ზუსტად ეს წმენდის ეფექტი. წმენდა რო დავარქვათ რა. ამიტომ მე ვიტყოდი რომ კი ბატონო შეგიძლიათ ეს ყოველდღიურად მიიღოთ, თუმცა ნუ აი მოსაბეზრე ყოველდღე ნიახურის ძირს რა დამალებინებს. გემრიელი მაინც იყოს. ხო, არა, შეგიძლიათ სხვაჯერს გააგემრიელოს სხვადასხვა რაღაცებით იქ მაგ ბევრი სხვა რაღაცა ჯინჯერი ჩაამატო, ლიმონი ჩააწურო, რაღაცა გააპიკანტურო, პიტნა დაუმატო, ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლია რომ გააგემრიელო ეს სმუზები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დეტოქს ჩაი, დეტოქს ფხვნილი, იმიტომ რომ სხეული განწმინდო არანაირად საჭირო არ არის, არ გვჭირდება თუ ჯანსაღად დაბალანსებულად იკვებებით და იქ პერიოდულად ხანდახან აურევთ იქ ჯანკ ფუდით, ჩვენი სხეული თავისით გაუმკლავდება ამ ყველაფერს, მაგრამ თუ მაინც აი ბევრი დიდი დღესასწაულების შემდეგ, რაღაცა გასტრო შვებულების შემდეგ, აი სადმე რომ მიდიხარ იქ ღვინის ტურები რო გეკეთდება, ეხლა რომ მიდიან იმენა მარტო საჭმელად და დასალევად რომ მიდიან ხოლმე, ხო? აი ეგეთი ტურის შემდეგ კი ბატონო 3 დღე მოუწყობდი ჩემს სხეულს, თან მitbet ეს ფრენაც თუ არის იქ ჩართული, ფრენის შემდეგ ეს შეშუპება მაინც ხდება, აი ჩავთავდი 1-3 დღიან სმუზებს. ოღონდ სახლში გაკეთებულს და არა ვიღაცის მიერ დაპაკეტებულს და დაფხვნილებულს, რომელიც ის ინგრედიენტები, რასაც შეიცავს, არის ფხვნილი სახით და ვერ ხედავ რეალურად. რეალურად ვერ ხედავ, ხო. ის ნიახური იცი რა ნიახურია. ხო რა, ხო. ბევრ სასარგებლო რამეს უმატებ კიდე. ნიახურის ძირები თუ ვერ იყი და ჩვეულებრივი ნიახური დააბლენდერა კი ბატონო. ხო. საინტერესო შევეხეთ მაგ თემასაც ჩაისთან და დეტოქსთან ერთად სმუზების ნაწილი გამოვწურეთ. კი, სმუზების. ეხლა რა მითხარი, იცი? გვიან ხილი ასუქებს? არა. აიო, 1 ტონა ხილს ჭამ ზაფხულში. თუმცა კი მომიმატე ამ ზაფხულში. ანუ ასუქებ? არა, ხილი არ მომიმატია. მე ისედაც ჯიგრულად უბერავდი. ხილი არ ასუქებს სალსახაც. შენი აზრით აი ეს მითი საიდან მოდის, რომ გვიან ხილი? თუ აქვს ლოგიკური რაღაც მითებს აქვს ლოგიკური. მე ვიღაცა გამოხდა, ვიღაცა ბლოგერი. არა, და რაღაცა ეს არ ჭამოთ. აი, კარგი, მე მივხვდი რა, რომ სოციქსელში აი რაღაცა ხანდახან არის რაღაცა განსაკუთრებული უნდა თქვან, რომ ყურადღება მიიქციონ. და მე მაგ ხას მიყვებიან რა, რომ რაღაცა სკანდალური შვრია საშიშია. შვრიას თუ შეჭამ რაღაცა მოკვდები და ბანანს თუ შეჭამ იმას იზავ და რაღაცა ეგეთებ. აი რაღაცა ეგეთი ვიღაცა გამოხდა და თქვა რომ ალბათ ხილი ღამე არ ჭამო, გაგას უქებსო და იგივენაირად მე ექიმები კრძალავენ რაღაცა ბანანს კრძალავენ დიეტების დროს, რაღაცა ჭარხალი ამოაღებინეს, სტაფილო ამოაღებინეს. მოკლედ. ანუ ისეთ ხილზაბოსნელს, სადაც ცოტა მეტი გლიკემიური ინდექსი არის, ან ცოტა მეტი შაქრის შემცველობა არის, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, იღებენ ხოლმე, მაგრამ არ არის ეგ ეგრე. არ გასუქებთ არანაირი ხილი და ბოსნეული ღამე, გასუქებთ ჭარბი კალორია. თუ შენ მთელი დღის განმავლობაში ბევრი გაქვს ნაჭამი, ის ხილი რო დაემატება და კალორიული ხილი თუ არის, როგორც ბანანი არის, კი ბატონო, კალორიებში მოამატებს და მერე დააბრალებენ ამ საწყალ ბანანს, არა და დღე არიან გამსკდარები სხვა რაღაცებით. ხა, ერთადერთი ხილი ღამე ერთადერთი რატომაც შეიძლება დაუშვათ. იყოს ცოტა ისეთი პრობლემა, ხო, საშიში არა რა. შებერვის ამბავი არის მანდ, იმიტომ რომ ხილი ძალიან ბევრ გადაუმუშავებელ ბოჭკოს შეიცავს, ფრუქტოზას შეიცავს, რომელიც ჩვენთვის გაბერვის, ასე ვთქვათ, შებერილობის პირველადი წყაროა, ასე ვთქვათ. თუმცა ეგეც არ არის აუცილებელი ყველას ბერავდეს. ხო, მე შეიძლება ერთი ხილი მბერავდეს, მეორეს შეიძლება სხვა ხილი ბერავდეს და ის რაც მე მბერავს, იმაზე ვაფშე არ მოქმედებს. მანდაც იგივეა, რომ ჩვენს ხელს უნდა დავაკვირდეთ და აუცილებლად დააკვირდით, თუ ეხა დილას ისეთი მძიმე დგები, იმიტომ რომ ღამე ერთი ვედრო ლეღვი ჭამე. ხვალ აღარ უნდა შეჭამა. ხვალ ღამე ლეღვი აღარ შეჭამა და ვედროს მაგივერად დილას ჭამე ერთი ჯამი.
მე 4, მე 2 და მე 1-ს დავდახვალ. მაგრამ 1 ლეღზე ვინ გაჩერდება ახლა? მე 3 ლეღს აი ჩვეულებრივ ვჭამ. 3 ლეღი ჯიგრულად. ოღონდ ეს დიდი ლეღო, პატარა ლეღს 5 წელსაც ვჭამ. 5 ბევრია ისე. 3-4 არის. ღამით მიჭამია, კი, მაგრამ ნუ მე დილას შესაბამისად უნდა შებერილი ვდგები მე. იგივე პასუხი გექნება ალბათ გვიან ჭამაზეც, ზოგადად რომ გვიან ჭამა ასუქებს. მან ცოტათი სხვა დამოკიდებულება მაქვს და გეტყვი ახლა რატომაც. გვიან ჭამა არანაირად იდეაში არ ასუქებს, მოდი ვთქვათ, რომ არ ასუქებს, მაგრამ როდესაც უკვე აი ესე 40 გადააბიჯებ, გვიან ჭამა იმდენად გამძიმებს და იმდენად დისკომფორტში გამყოფებს, რომ რაღაცნაირად ეს გასუქება მეორე ხარისხოვანი არის რა. ერთადერთი რომ ძილის ხარისხში გიშლის ხელს და შეიძლება იმ ახალგაზრდასაც უშლის უბრალოდ ანუ რა არის აი 40-ის მერე რაღაცნაირად ყველაფერზე გიგაგუნებს ხეული რა რაღაცნაირად შენ მოგული 40-მდე მოკვა გარანტია და 40-ის მერე უკვე ჩვენი ვართ ანუ სადღაცა მშობლების და ზემოდან გარანტია 40-მდე მოყვება და მე უკვე მართლა ყველაფერზე ფიდბექი გაქვს რა. ამიტომ გვიან ჭამა 40 ანუ სადღაცა ესე ასაკის მე 35-ის მერე 36-ის 17-ის 40-ის მერე განსაკუთრებით მე მგონია რომ მაინც არ არის მიზანშეწონილი მაგას თავი დავანებოთ რა ასუქებს და არასუქებს იმიტომ რომ ასუქებს და არასუქებზე მეტად ეგ ყველაზე რაღაცნაირად იაფასიანი ის არის მიზეზები არის რაც უნდა რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ კვებასთან მიმართებაში რა კვება სულ სხვა რაღაცა არის სულ სხვა იდეოლოგია არის ჩვენთვის და უფრო საწვავი არის და ჩვენი სხეულის კეთილდღეობა და ხანგრძლივად დღეგრძელად ცხოვრების ერთ-ერთი პირველი საწინდარი არის და პირველი წყაროა და ამიტომ ესე სუქება გასუქებაზე არ ვიტყოდი მე მაგას თუ ჯანმრთელობისთვის აღარ არის სასურველი ამბავში გვიან ჭამა არ არის სასურველი არც ახალგაზრდაზე არც ძველგაზრდაზე უბრალოდ ხო გეუბნები შემდეგ უკვე ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე რასაც დაუკვირდი და რასაც ვიკვლევ და რასაც ვეძიები სულ ძალიან გიშლის ძილში ხელს ახლა ძილში თუ შეგიშალა ხელი არაფერი არ გინდა იმიტომ რომ მაგ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც პატარა ბავშვის პატარა ბავშვისთვის როგორც არის პატარა ბავშვისთვის ამნიშნულობისაც არის ძილი ზუსტად იგივე მნიშვნელობის არის ჯერ ესე ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით 40-ის შემდეგ რომ სხეულმა სწორად და სხეულს კონდეს დრო რომ აღადგინოს სხეული მთელი დღის შემდეგ მან შეიძლება ჩაძინებაში არ შეგვიშალოს ხელი მაგრამ აი ძილის ფაზებს ყველა ვარიანტში არ ხვდებით ხო ჩაძინებაში ხა მართლა ვიღაცას შეიძლება ისეთი გადაღლილი დღე კონდეს რომ სადაც თავზადებს იქვე ჩაეძინოს მაგრამ ჩვენი ძილი ფაზებად იყოფა ხო იქ არის light ძილი ღრმა ძილი თავიდან სანამ სხეული დუნდება light sleeps რა ქვია არ ვიცი ხო light sleep მე არის deep მე არის REM სადაც უკვე სიზმრები და კოგნიტური ფუნქციების განვითარება ხდება და ნუ მე უკვე გამოფხიზლება და აი ღრმა ძილში გვიშლის ზუსტად ხელს რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზრდის ჰორმონის გამოყოფისთვის და მთელი ჩვენი მეტაბოლური სისტემის კონტროლისთვის. მოდი გვიან რა არის ეგეც ვთქვათ მაშინ ან რას გულისხმობ როცა გვიან ჭამაში რას გულისხმობ და როდესაც ძილამდე რაღაცა 2 საათით 2-3 საათით ადრე ჭამ რა სადღაც აი მე მგონია რომ უფრო ცოტა აქეთ ჩემსკენ 40-ისკენ 4 საათსაც და ანუ ძილიდან 4 საათის შუალედს მაინც ავიღებდი. სრულად შეწყვეტდი კვებას, ხო? სრულად შეწყვეტდი კვებას. ოღონდ ახლა ყურე, უი რა კარგია, მე 10 საათზე ვჭამ და 2 საათზე ვიძინებ, ეგ გამოსულა. ვარაუდობ, რომ ძილი მოწესრიგებულია, დღეს იძინებ, ხვალ იღვიძებ. კი ბატონო, მე აქ გულისხმობ, რომ 12-მდე ყველა ვარიანტში გძინავს და 12-მდე აი აქეთ 4 საათში ვწყვეტ მე კვებას რა. კი. მაგას გულისხმობ მე, თორე დანარჩენ, აი 8 საათზე რომ მიიღო ვახშამი, ოკეი, არის თუ 12-ზე იძინებ. თუმცა აი უფრო მსუბუქად ვარ ხოლმე მე როცა ესე 7 საათზე აი ნოყიერ ვახშამს მივიტმევ, ისე არა რომ რა თქმა უნდა გადავსკდე. მაგრამ თავის სილაც ხიმინახში წყალით და უკვე სადღაც ესე 11-დან 12-ის ნახევრამდე ვიძინებ. ეგარ ჩემი იდეალური დღე. თუმცა მიუბაჭოთ. მეც ბევრჯერ ვერ ვახერხებ. ხო ძილი მე მგონი პრობლემური საკითხია ბევრისთვის. აი არ უნდა იყოს რა, აი ძალიან და ასევე ისეთი საკითხია, რასაც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, თუნდაც ვისაც წონის მენეჯმენტი უნდა ან ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
აი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ძილს, რაღაც აი ნიშნულობას ძილისას ვერ ხედავთ. არა და პირველი არის, რასაც უნდა შეხედონ და რაც პირველი უნდა მოაწესრიგონ იდეაში, იმიტომ რომ აი ერთი ძილის მოწესრიგებით იმდენი პროცესი მოგიწესრიგდება. თუმცა აი მე რას დაუკვირდი და სხვა შორის ძალიან ისეთი ის არის ეს რა, ესეთ თემა მე არასდროს ანუ ჩემთვის ძილი იყო ყოველთვის აი ძალიან პრიორიტეტული, აი შუადღის ლანჩი სადილი და ძილი ჩემთვის იყო ხელშეუხებელი თემა რა. პარასკევი შაბათი ბაზარი არ არის გულავდი სიგიჟემდე ისე რომ ვათენებდი, მაგრამ კვირის დღეები ჩემთვის იყო ძალიან ესეთი ხელშეუხებელი საკითხი, რომ ძილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული. ჩემ შულებთანაც ესე ვარ და ვიყავი და ჩემ საკუთარ თავთანაც. როგორც კი გადავედი ესპანეთში, გადასვლის პროცესი და ის ბოლო დროს რომ უკვე რამდენი თვე გამოდის 6 თვე გამოდის უკვე რაც იქ ვართ. როგორც კი მე მომაკლდება სულიერი საზრდო, აი რაღაცნაირად მოვიწყენ შინაგანად. ნუ იმიტომ რომ იქ ჩემი გარემო არ არის, მეგობრები არ მყავს ჯერჯერობით, მამასაც ძალისხმევა ჭირდება, რომ ახალ გარემოში ახალი შენი პატარა სოციუმი შეიქმნა, ხო? აი სანამ ის მეგობარი გამიჩნდა, სანამ დღის განმავლობაში რაღაცა მგონია, რომ ყოველდღე რაღაცა დიდ გველეშაპს ვარ მარცხებ აი ამ დოკუმენტაციის და ამის მოწესრიგებაში და აი როგორც კი მომაკლდება, აი მომაკლდა ეს სულიერი საზრდო, მივხვდი რომ დავიწყე ძილის კომპრომისი, ანუ რაღაცნაირად ვაკომპენსირებ, ჩემს ძილს ვთმობ, თან რა დებილობაში უნდა ნახო, სკროლოში. აი სკროლო არის აბსოლუტურად უსარგებლო, აბსოლუტურად აი მართლა საშინელი რაღაცა ძილთან შედარებით, რომ ძილი დაუთმო შენ აი ამას. ისემენა მაინც უყურე რაღაც ესეთი სიამოვნებას მიიღე, რომ რა დაგიტოვებს რაღაცას, რაღაცა შემეცნებით რაღაცას დაგიტოვებს. აი სკროლო აი აბსოლუტურად თან ისეთი რაღაცები ამოგიხდება ღამე, რომელიც მართლა უსარგებლო არის რა და ისემენანება და აი ჩემი რაღაცნაირი ესეთი გამოცდილება და რჩევასავით აქაც ესე ვიყავი სხვა შორის თუ რაღაცა ისეთ პერიოდი მქონდა ხოლმე რომ აი ჩემი შინაგანი საზრდო ის რითიც მე ვიკვებები შინაგანად ის უკანა პლანზე მქონდა გადაწეული და აი ძალიან სამსახურის სახლი ბავშვი სამსახურის სახლი აი ამ რუტინაში ჩავიფლობოდი და ჩავიხრჩობოდი ეგრევე ვიწყებდი ძილის კომპენსირებას და ძილს გამოვაცლიდი დროს და აი თითქოს ეს ჩემთვის დათმობილი დრო იყო და ეს სკროლო ვითომ ჩემთვის დათმობილი დრო არის არა და ნუ აი ყოველს დებილი დრო არის რაც კი შენი დროის ყველაზე ესეთი არაპროდუქტიული ნაწილი არის რა. ამიტომ აი მე ძალიან მენანება ხოლმე რაღაცა და როგორც კი დავიჭერ მაგას ჩემ თავში, ეგრევე აი რაღაცნაირად ვცდილობ რომ გამოვასწორო იქ სადღაცას ვაიძულებ ვიღაცას რომ წამოვიდე ჩემთან ერთად გარეთ. ერთი ღამის გასვლა მინდა ხოლმე გასენება გაგულავება და ისე ნაკვებია ჩემი შინაგანი მე და უკვე მე რაღაცნაირად ანუ ერთი ტვინის განიავება გვინდა ხოლმე მაგ დროს რა. ეხლა ვიღაცისთვის ღამე გასვლა, ვიღაცისთვის რაღაცა ჰობი არის და ასე რომ ჩემი დიდი რჩევა იქნება რომ თუ აი ამას ხედავთ რომ თქვენ ძილს აკომპენსირებთ და მარტო სკროლისთვის ხა იქ სხვა საქმეებს თუ აკეთებს და რაღაცა ბიზნესია თავი ჩაფლული და თავის ბიზნესს ჭირდება თუმცა ეგ დროის მენეჯმენტი არის ასე შემდეგ ეგ დროის მენეჯმენტია მაგას ჯობია რომ ადრე დაიძინოს და დილოს 5 საათზე გააგრძელოს ვიდრე აი ღამის საათები გამოიყენოს რა მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჩემი რჩევა ეგ არის რომ მოკლედ ძილი მხელა თემა რა მე მგონი მივხვდით რომ ერთი ცალკე პოდკასტი ჭირდება კი, მაგრამ აი დაუკვირდით რა, აი რის გამო თმობ თქვენ ძილს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენ სიჯანსაღეში ნებისმიერ პროცესში, მით უმეტეს წონის კონტროლში და მით უმეტეს სტრესის მენეჯმენტში. ანუ ადამიანი, რომელსაც არ ვიცი, რომელიც გადის რთულ ფაზას პარტნიორთან, სამსახურში, მაგას ულაპარაკოთ ცალსახად ჭირდება, აი ღამის ძილი და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩაუნაცვლებს. აი ეგეთ ადამიანებს 9 საათზე უნდა იძინებდეს მე თუ მკითხავ რომ აი ის ნანერვიულების სხეული და ეს რაღაცა გადაკანცული და კორტიზოლისგან გადახლეჩილი ყველაფერი აი ეს აღადგინოს და რაღაცა სხვანაირი დამატენიანებელი კრემი წაუწევს ორგანოებს კი მიცეს დასვენების საშუალება კი მე ერთი პატარა მითი დამჩა რომელიც ბევრჯერ განხილულია შენ ბლოგზეც და ჩვენ მარათონშიც მოკლედ შევეხოთ და მე შენ თუ კიდე რამე მითების მეტი რა არის, მაგრამ ეხლა თუ გინდა განვიხილოთ. ცელულიტის კრემები. აი თუ აი ცელულიტი რომ აღარ არსებობს, მაგრამ არა კრემებიც თუ უშვებით. ვერ უშველით ცელულიტის კრემებით, კი რა მე მგონი ვერაფერს აღარ ვეშველით. არ ეშველებ, დაივიწყეთ. არა, ცელულიტი ცალსახად მცირდება.
იდეალური ვარიანტია, როცა ადამიანს საშუალება აქვს და ვარჯიში კვება და პლუს აპარატურული პროცედურები ეხმარება და ჩართულია, მაგრამ აპარატურული პროცედურები, რა თქმა უნდა, უშველებელ თანხებთან არის დაკავშირებული და ყველაზე უფასო ვარიანტი და ისეთი, რომ თან პლუს ბენეფიტური არის კვების მოწესრიგება და ვარჯიში. მაგ დროს ცალსახად ძალიან კარგი რეკომენდაციაა ის, რომ სოდიუმი უნდა შემცირდეს მიღების დროს, ანუ ის გაზიანსაცმელები იქნება თუ ნებისმიერ სახით მარილიანი საჭმელი, ზედმეტად მარილიანი, თორემ მარილი გჭირდება. ანუ უმარილოზე რო გადადიან, ეგეც არ არის სწორი, იმიტომ რომ მარილიდან ჩვენ ძალიან ბევრ კარგ მინერალს ვიღებთ. და შაქარი. შაქრის ამოღება, დამატებული შაქრების ამოღება. ანუ ისეთი პროდუქტები, სადაც ვერ გბრძნობთ, მაგრამ ჩამალული არის შაქრები. აი ეგეთი პროდუქტების შემცირება, ანუ რაც ნიშნავს დაპაკეტებული საკვების ამოღებას ჩვენი რაციონიდან და ყველაფრის გამზადებას სახლში მაქსიმალურად სუფთად და ისეთი ინგრედიენტებით, რასაც ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ, რა რამდენი არის შიგნით. კი ბატონო, და ფიზიკური აქტივობა. იდეალური ვარიანტია რომ შეამცირო, თუმცა ერთხელ გაჩენილი ცელულიტი ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაღაცა კანქვეშა ჯიბე გაკეთებული უკვე არსებობს, ის როგორც იცლება, ასევე იგივე წარმატებით ივსება, როგორც კი პატარა გაქცევა და ეს გვემართება ხოლმე. ასევე ცელულიტზე მოქმედებს ჰორმონალური ცვლილებებიც, ჰორმონალური ცვლილებები არის ზუსტად 35-ის შემდეგ, ეს გარდამტეხი პერიოდი არის ხოლმე 35 წლის მერე, 40 წლის მერე. და ზოგადად ჰორმონალური ცვლილებები ეს ცელულიტის ასე თქვათ შეგროვებას უწყობს. სხვა შორის აი როგორც კი ორსულად ხდება გოგონა, მაშინვე იწყება ცელულიტის გამოჩენა, იმიტომ რომ მაგ დროს ესტროგენი ორიენტირებული არის ცხიმის უფრო მეტ დაგროვებაზე, ანუ პანიკაში არის. 35 და 40 ზუსტად ეგ გარდამტეხი პერიოდია, როდესაც თითქოს მივდივართ მენოპაუზისკენ, ჩვენი ესტროგენი. ბოლო გაფართხალება. ხო, ბოლო გაფართხალებაა და ჩვენი ესტროგენი ვაფშე მაგარ პანიკაში, იმიტომ რომ ესტროგენი იდეაში ორიენტირებული არის ცხიმის შენახვაზე, იმიტომ რომ ცხიმი არის ჩვენი ციკლის, ასე ვთქვათ, ერთგვარი გადამრჩენი წყარო და პირველადი წყარო, ასე ვთქვათ რა. ციკლის ჯანმრთელობას განსაზღვრავს ადეკვატური რაოდენობის ცხიმის ოდენობა ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, აი მაგ დროს იწყება უკვე ეს პანიკური შეტევები იმისი ესტროგენის და უფრო მეტი ცხიმის დაგროვება, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა. და შესაბამისად ცელულიტის. შესაბამისად ცელულიტის, რა თქმა უნდა. ესე იგი ვთქვით, რომ ცელულიტის კრემები არ არის ცელულიტის კრემები ცალსახად არ მუშაობს, მარტო აპარატურული პროცედურებიც არ მუშაობს. მარტო აპარატურული პროცედურები შეიძლება იმ წამს შეამცირებს, ზუსტად ერთ თვეში იგივე რაოდენობაზე შეიძლება ავიდეს, თუ ადამიანმა არ შეუწყო ხელი ვარჯიში და კვებითი. ეხლა უკვე პასუხისმგებლიანი სალონები, რომ სადაც ესეთი გათვითცნობიერებული სპეციალისტები მუშაობენ, ყველა ვარიანტში გეუბნებიან, რომ შენ თუ ამ პროცედურას ვარჯიში და კვებით არ შეუწყო ხელი, ჩათვალე, რომ ფულის ტყუილა გადაყრა არის. მე კი ძალიან მაწობს გენძველი მომძანი დამიტოვეთ ფული, მაგრამ შედეგი რომ იყოს გრძელვადიანი და ხანგრძლივი უნდა შეუწყო ხელი და თუ აპარატურული პროცედურების ფული არ არის მომძანი ჩერის მარათონში და აგერ 45 ლარად თვეში ფიზიკური აქტივობა, კვების კონტროლი, მაქსიმალურად მას იწევს. შეამცირებს როგორც მინიმუმ. კი, ნამდვილად. კი ბატონო. მე მგონი ამოვწურეთ. კი, მე მგონი რაღაცა ვერ ამოვწურავთ უბრალოდ ეს იმდენი მითი არსებობს დასაწყისშიც მაგის დავიწყეთ და ეხა ბოლოს რო არ გავმეორდეთ, პრინციპში იგივე გამოგვდის, რომ კიდე ისი ეშინიათ ხოლმე. ხო, კუნთებზე ვილაპარაკეთ, კუნთების რო ეშინიათ? ქალებს რო კუნთების, წონების რო ეშინიათ, ხო, თუ გინდა ვთქვათ ესეც, რომ კაც დაემგვანები. კაც დაემგვან. მაგრამ იცი რა არის, ხანდახან მე ჩემს ვიდეოებზეც ძალიან ბევრს ვთქვია, რომ აი მე ფუ ესე არ მინდა, რომ კაცის ფეხები ეს ლახტის ვიდეო რო დავდე ხა ბოლოს, იმ მაგარი გავარდა ეს ლახტის ვიდეო და მე მგონი ერთადერთი ვიდეო არის, სადაც აბსოლუტური 99% იყო დადებითი კომენტარები. ერთადერთი კომენტარი შემხვდა ერთი გოგონასი, რომელიც წერდა, რომ ეხა ეს მართლა მოგწორთო კაცის ფეხები რო აქვსო? ანუ ეხა როგორი რაღაც არის, ერთია რომ ეშინია რომ თვითონ არ ვარჯიშობს, რომ ესეთი გონია რომ ესეთი გახდება და მეორე ვარიანტია რომ სილამაზის აღქმა მე ვფიქრობ რომ არის დამახინჯებული. იმიტომ რომ იმდენად რაღაცა არასწორად არის წაყვანილი. ჯერ ერთი ეს უნდა იცოდეთ რომ ვიდეოში გაორმაგებული ჩანს ყველაფერი. აი მე კი წონა გაორმაგებული ჩანს, ხო, რაღაც ერთი +5 კილოს გამატებს ნებისმიერი კამერა, მობილური იქნება თუ სატელევიზიო კამერა 8 კილოს გამატებს მე მგონი. სატელევიზიაში რომ მინახია ჩემი თავი ღმერთო, მიშველე ეს რა არის?
ხო, ან მაგრამ ის რაც ხარ იმასთან შედარებით რა. ესეც რომ იყოს, ჯერ ერთი ესეთი კომენტარის დაწერა ჩემი აზრით უკვე პრობლემაა. ხო, ნუ ეხა ეგ უკვე იმ გოგის თავის პრობლემები აქვს ავარაუდოთ თავის სხეულთან, ან თავის თავთან არ არის მიღებულობის ამბავში. კარგად რომ სხვას შეუძლია ეგეთ რაღაცა გააკეთოს, მაგრამ ძალიან ბევრი გოგონას სილამაზის აღქმა ზუსტად მაგიდან გამომდინარეობს, რომ ანუ აი ეს თხელი ფეხი, აი ეს უფორმო ტუპაწვრილი, აი უაზრო, ანუ უჭკუო წვრილი რა, აი რაღაცნაირად ის რო არა აქვს. რა ვიცი, მე მაგას მეძახი ეს. უფუნქცია შეიძლება ხო რაღაცა? აი რა კაი სიტყვა მიმითხარი. უფუნქციო. ანუ თუ უბრალოდ წვრილი არის და არანაირი ფუნქცია არის, ძალა მაგას არა აქვს. აღმარზე ვერ ამიყვანს, კიბეზე ვერ ამიყვანს და აი უბრალოდ თხელია, იმიტომ რომ თხელი ფეხის ეს არის ისტერია არის მთელს ქვეყანაში, რა ჯანდაბად მინდა ეგეთ თხელი ფეხი. ვინც ვარჯიშობს, ყველა გოგო დამე მოწმება, რომ იმდენად რთულია ქალისთვის რელიეფური სხეულის შექმნა. იმხელა ძალისხმევა საჭირო, რომ მე პირადად ყველა ქალს ვისაც ვხედავ, რომ აი ოდნავ მაინც ეტყობა, რომ ვარჯიშობს, ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ხვდები რამხელა შრომა დგას მის უკან. ხო, ხა ამ ადამიანის კომენტარი ზუსტად მაგაზე მოვწყობ, რომ იდეაში საერთოდ არასდროს ცხოვრებაში ხელფეხი არ გაუნძრევია. და მე მგონია, რომ მე ვაფშე არ მაქვს პირიქით ვიჭაჭები, რომ კუნთი მქონდეს და არ მაქვს კუნთი, მაგრამ თუ ესე ჩანს, მე პირიქით ეს კომპლიმენტად მივიღე იდეაში, რა კაია, რომ თურმე კუნთიანი ფეხი მაქვს, მაგრამ ხო გონია, მე მგონია, რომ არ მაქვს კუნთიანი ფეხი, იმიტომ რომ მე რამდენი წელია უკვე ვარჯიშობ და მაინც იმ სასურველ წონახენ ჯერ უფრო მეტი გინდა. იმ შედეგზე არ ხარ რაც იმ შედეგზე ხო მივალ მე რაღაცა მოხდება, მივალ. იქ დავორსულდი, დავედი რაღაც გადავედი. მოდი მოკლედ ესეც ვთქვათ, რომ მთელი წელი ფორმაში ყოფნა თითქმის შეუძლებელია. აუცილებლად შეუძლებელია. და ყველა ათლეტსაც, მათ შორის აი ფიტნეს მოდელებსაც აქვთ წლის განმავლობაში კარგი და ცუდი ეგრე ვთქვა. ხო, ანუ როცა არ არის სეზონი და როცა არის სეზონი. როცა არ არის სეზონი, მაშინ კუნთის გაზრდაზე მუშაობ და მაშინ წონის მომატებაც ოკეი არის, არანაირი პრობლემა არ არის. და ეს ხდება ძირითადად სექტემბრიდან მოყოლებული სადღაც მარტამდე და მარტიდან მერე იწყებ უკვე აი რაღაცა ზედმეტების დაგდებას რა, რომ სადღაც მერე ის ერთი თვე აგვისტოში, თუ როცა იქნება ივლისი, აგვისტო ან სექტემბერი, რომელიღაცა ერთი თვე, ან ფოტოსესია გააკეთო, ან შეჯიბრზე გახვიდე, ან იყო ტოპ ფორმაში და მერე ისევ მიუშვა, იმიტომ რომ ხა ადამიანი რომელიც ადეკვატურად ააგროვებს ხებს, არა მაქვს საუბარი, ხა ისეთი ტიპები, რომლებიც რთულად იმატებენ, აი მათთვის მთელი წლის განმავლობაში ფორმაში ყოფნა ძალიან მარტივი არის. აი მთელი წელი რო 6 six pack-ი ეტყობოდეთ, ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ისინი პირიქით, როგორც კი ვარჯიში აჩერებენ, ეგრევე იკლებენ და ისე კარგებად. ანუ ვარჯიშს თუ გააგრძელებენ მთელი წლის განმავლობაში, ვარჯიშობენ ხო ჩვეულებრივად, მაგათთვის ძალიან მარტივი არის შენარჩუნება, მაგრამ ადამიანი რომელიც ჩვეულებრივად ცხიმს იმატებს, ჩვეულებრივად თუ მიუშვა უკონტროლოება, ანუ წონაშიც მოიმატებს რაღაცა, მაგათთვის ძალიან რთული არის მთელი წლის განმავლობაში, აი ესე six pack-ი, ძალიან რთული არის იდეალურ ფორმაში ყოფნა, ამიტომ ამისთვის არც უნდა ვიბრძოდეთ და ასევე არ უნდა ვიბრძოდეთ აი გარჭობილი არაჯანსაღი წონისთვის ჩვენ. ანუ იქ თუ სადღაც ღრმა ქალიშვილობაში ჩვენ ვიყავით 50 კილო და ეხა ვართ 62. მესამე კლასში მე ეგრე ვამბობ ხოლმე. ხო, ნუ აი 15 წლისა, 16 წლისა ახსოვთ, რომ აი ესეთ ფორმაში ვიყავი 50 კილო. ვერ მივალ 40-ზე ორჯერ ძვალი გაგვეზარდა მომდევნო 15 წელი. მაგ სტრუქტურა შეიცვალა, ძვლის სტრუქტურა შეიცვალა, 30 წლამდე იზრდება ძვალი და სტრუქტურა მაშვება, პრივდება. ხო? ანუ შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ იმისკენ, რომ ვიყოთ ჯანსაღ ვიზუალზე, იმიტომ რომ ჯანსაღი არის ჯანსაღი ცხიმის ოდენობა ქალის სხეულში, თუნდაც მამაკაცის სხეულში და არა არც ამაზე ნაკლები და არც ამაზე მეტი. და იგივე კუნთიც. იგივე კუნთიც, კი. მოკლედ მე და შენ რო დაგვსვან ახლა აქ და ეს კამერები არ გათიშონ, მე მგონი მე ვერასოდეს ვერ დავამთავრე. მე მგონი დროა რომ კი ბატონო, შეჯამებისკენ შეჯამება ის არის, რომ ყოველგვარი მითები რაც კი რამე აი ეს შეიძლება ამას ხوار ვაშ, ამოიცა კიდე რაღაცა. ესე ვქენი და ხوار ვაშავებ. ეს კითხვები მარაკინებს ხოლმე. დავაშავე. აი ესეთ ჩამკეტი კითხვები არ დაუსვათ ხოლმე ბლოგერებს, იმიტომ რომ იქ თვითონ წამოგდა არა. კი. არ რაღაცა მე რო ესეთი მუცელი მაქვს დაკიდებული მეშველება. უი, საკეისროს დაკიდებულ მუცელზე არ გვისაუბრია თუ ეს კიდეც ვერ იცი. ანუ ძალიან ბევრი არის სასაუბრო და ძალიან ბევრი არის დასაფარი და ამიტომ ჩვენთან ერთად უნდა იყოთ მუდმივად რომ აი ეს თემები მე გემრიელად გავშალოთ, დავფაროთ და ყველაფერი მოვიცოთ. ისე რომ
ისე რომ თქვენ არ დაგჭერთ ერთი კითხვაც კი და არანაირი გასასამართლებელი საბუთი რომ აი ვერ ვიწყებთ ვარჯიშს, იმიტომ რომ აი ეს კიდე ერთი კითხვა და კიდე ერთი ამოცხანა დაგჭერთ ამოსახსნელი. ჩვენ აქ ვართ, თქვენ აქ ხართ, თემები ბევრია, ამიტომ კი. მე მგონი იმდენი ახალი პოდკასტის იდეა მომივიდა მე ხლა ამ საუბარში. ხო ჩაიწერეთ ვერ. რა თქმა უნდა. აქედან ვერ ამოშ. აქედან ვერ ამოშ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ დაყოფნისთვის. ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გააშეარეთ, დაგვიწერეთ კომენტარი, რისი მოსმენა გსურთ შემდეგში, რა დავაკელით, რა დაგაკელით და ასე შემდეგ. ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდში. დროებით. მადლობა ნინი.